მეუთხარი ბავშვების აი სკანტალზე. Sliana dava შენი და კომპლექტი. ერთიგაცის მეტი ისეთი avevo real modi se ადამიანური დავაკავდა. Алло. Свободно говорится. Учились загребла хоть. Это захева физика. Полотен задала, варнагивало, ушендела. Ты ведь когда не целовался. Поэтому согласно нас все хохли, а какие переход, а мы здесь рассуждали о языке. ანუ ხალხი არის ამ მასა, არის უმართა, არის კრიტიკული მასა, ის არის ყველაფერზე პასუხი. იქ გამოჩნდება ყოველთვის ოპერატორი, იქ გამოჩნდება ყოველთვის სტატისტიკი. და მიხვდება მე ეს მასა. აღელზე მოწაფეთ, любой вас ზედაავე როგორც ახალად. ყველას პროგრამა შეაგრე კრაუდ, ეს სპიჩკა ჩააგრე, იქ დამზარი ეს ხო. ეს სპაშოვის იმბანაში ცივილესურათი, იმბანაში ცივილესურათი. საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით მარინა გაბუნია და ვალერი გელბახიანი ცნობილ იქნენ ეჭვმიტანილად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 და 315 მუხლების პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ეს არის შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციის წყობილების ძალადობის შესაცვლად ამ შეთქმულების მომზადება. ამ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვალერი გელბახიანის ეჭვმიტანილის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და იგი სწორედ ამ სტატუსით იქნება დაბარებული და დაკითებული. 2007 წლის 23 დეკემბერს სოდის უფროსის ბატონ ირაკლი კოდუას ინიციატივისა და თხოვნით საფუძველზე მოხდა მასთან შეხვედრა ლონდონში. ირაკლი კოდუას შეხვედრის შესახებ სათხოვარი გადმოსცა ვალერი გელბახიანმა, რომელიც ჩემი საარჩევნო შტაბის უფროსია. ვინაიდან მივხვდი, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი პროვოკაცია, ამიტომაც ვთხოვე ბრიტანელი დაცვის თანამშრომლებს გაეკეთებინათ ამ შეხვედრის აუდიო და ვიდეო ჩანაწერი. ეს პროვოკაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ჩემს წინააღმდეგ გამოყენებული ყველა ბრალდება უსაფუძვლოა. მე მიმართავ ჩემს ადვოკატებს დიდ ბრიტანეთში, რათა ხელისუფლების კიდევ ერთი პროვოკაციის შესახებ აცნობოს სკოტლანდიაში. სააკაშვილის რეჟიმმა საბოლოოდ დაანახა საზოგადოებას მან არჩევნის პოლიტიკური ფორმით მოგების ყველა რესურსი ამოწურა. ბატონი ბაგრატაკაციშვილი. მიშა, შენ თუ ერთი ნამუსი მაინც დაგჭერია, და თუ ბოლომდე უნამუსო არ ახარ. მოდი, დაგველაპარაკე, დათმე, შენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თორე, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი დავითაო. როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს ერთიანი ოპოზიციის კანდიდატს ხუთიანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძე გამარჯვებისთვის ემზადება? გაუმარჯოს თავისუფალ ქართველ ხალხთა ერთობას. ჩვენ ვერ ჩაგვაჩოჩებთ. წლების წინ ის მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელი იყო. ვინ არის ოლიგარქი კაცო? არ არის ყველი ამიშა რას ლაპარაკობ? ოლიგარქი არის ყველა ის, ვინც პარლამენტში ღია, უცხო რახტეს სამოქალაქო ფინანსური ინტერესის ლობია. ვინ ახდეს თქვენ რა შემთხვევაში ინტერესის ლობიება დღეს ამდენად ახდენთ თქვენ? წლების შემდეგ კი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანია საქართველოს სააკაშვილის გარეშე. საერთო სახალხო მოძრაობა ამატებს ისტორიულ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ. საარჩევნო ნომერი პირველი საკუთარ საარჩევნო ნომერს გაჩეჩილაძე სიმბოლურად აღიქვამს და დარწმუნებულია, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველობას მოიპოვებს. დღეს პრაიმ ტაიმი წარმოგიდგენ წინა საარჩევნო დებატებს ლევან გაჩეჩილაძისა და მიხეილ სააკაშვილის გუნდებს შორის. არჩევნებამდე 11 დღე რჩება. ხეებზე ავარ და ბოლოს ავალთ ის მაგის კაბინეტში. ლევან გაჩეჩილაძე იგივე გრეჩიხა. თუ გაინტერესებთ როგორია მისი და მისი ოჯახის წევრების წინა საარჩევნო განწყობა, თუ გაინტერესებთ რისი იმედი აქვს მას გამარჯვებისთვის, ვის თვლის მთავარ პარტნიორად და მთავარ კონკურენტად, აპირებს თუ არა გამარჯვების შემთხვევაში მისი მთავრობის პრემიერ-მინისტრობა ბადრი პატარკაციშვილს დაუთმოს, შეეგუება თუ არა დამარცხებას, თუ არჩევნების შედეგები მისთვის სასარგებლო შედეგით არ დამთავრდება, რას უსურვებს წინა ახალწოდ მიხეილ სააკაშვილს, რას ითქვიან მისი მხარდამჭერები სტუდიაში და რა მიაჩნიათ მის მთავარ ღირსებად მეუღლესა და შვილებს. დღეს პრაიმ ტაიმი წინა საარჩევნო შოუში ლევან გაჩეჩილაძეს წარმოგიდგენ. პოლიტიკური შოუ სათაურით გრეჩიხა.
მშვიდობისა მოგესალმებით ყველას. ანალიტიკური ჯგუფი Prime Time და TBC სტუდია წარმოგიდგენთ პოლიტიკურ ток-შოუს მთავარი თემებითა და მთავარი პოლიტიკური გმირებით. არსებობს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძალიან სერიოზული საფრთხე. არავის ვურჩევთ აკრძალული მეთოდებით მოქმედებას. ყველას ვინც შეეცდება სიტუაციის არევას ადეკვატური პასუხი გაეცემა. არსებობენ ძალები, რომლებიც 5 იარვის არჩევნების ჩასვლისთვის ემზადებიან იმისთვის, რომ ქვეყანა დაბრუნდეს 91-12 წლებში. ძალიან ბევრი რამ კეთდებოდა საზოგადოებაში იმ აზრის გასამყარებლად, რომ არჩევნები აუცილებლად უნდა გაყალბდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ვინც განახორციელებს ქმედებას სახელმწიფოს წინააღმდეგ, იქნება ადეკვატურად დასჯილი. ყველას გაეცემა პასუხი. ეს განცხადება დღეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. როგორია თქვენი აზრი ამ ყველაფერზე? გამოგზავნეთ SMS-ები 1011-ზე. მთავარი თემა არჩევნები და დღეს გაცხადებული სკანდალი. როგორ შეხვდა პოლიტიკური სპექტრი დღევანდელ სკანდალს და განსაკუთრებით ლევან გაჩეჩილაძის შტაბი, რომელზეც გელბახიანი აცხადებდა, რომ ძირითადად პოლიტიკური მოლაპარაკებები მათთან მიდიოდა. როგორ ფიქრობთ, იგეგმებოდა თუ არა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ? რას ნიშნავს თავისთავად გელბახიან კოდუას საუბარი ქართული პოლიტიკისთვის და რას ნიშნავს, როცა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის სანაცვლოდ ირაკლი კოდუას $100 მილიონ თავაზობდნენ. ხელისუფლება ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია დესტაბილიზაციის საფრთხე. სწორედ ეს შეკითხვა გამოგვაქვს ინტერაქტივში. ფიქრობთ თუ არა, რომ 6 იანვრიდან ქვეყანაში შესაძლებელია არეულობა დაიწყოს? დღევანდელ გადაცემაში ერთმანეთის პირისპირ მოწვეული ყავს პრეზიდენტობის ორი კანდიდატის მიხეილ სააკაშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის გუნდები. ჩვენ ძირითადად ვლაპარაკობთ გაჩეჩილაძის ბანაკთან, ამ სიტყვებს ეუბნებოდა ვალერი გელბახიანის სოდიშებს. ირაკლი კოდუას ფარულ ჩანაწერებში რა პასუხი აქვს გაჩეჩილაძის შტაბს? Prime Time-ში გადაცემის მეორე ნაწილში თქვენ თავად ლევან გაჩეჩილაძეს მოусმენთ და თუ არ ვწდები, ეს იქნება მისი პირველი კომენტარი დღევანდელ ამბავზე. დღეს ხელისუფლება ამბობდა, რომ ქვეყანას შავი ჭირი შემოესია. ოპოზიცია კი წინასაარჩევნო ხელისუფლების მხრიდან დადგმულ პოლიტიკურ პროვოკაციაზე ალაპარაკდა. წარმოგიდგენ დებატების მონაწილეებს დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, საღამო მშვიდობისა ბატონ გიგი. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობს გადაცემაში. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ერთიანი ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მე მას მივესალმები. დიდი მადლობა იმისთვის, რომ დებულობთ მონაწილეობას. დაბრძანეთ დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი და ასევე მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელი, ბატონო დაქო, საღამო მშვიდობისა და დღევანდელი დებატების მონაწილე რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი, მე მას მივესალმები. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. ასევე დღევანდელი რა გზით მოხდა სკანდალური ფარული ჩანაწერის გაკეთება და როგორ ენდო პატარკაციშვილის შტაბის ლიდერი გელბახიანი ირაკლი კოდუას? დღის მთავარ კითხვებზე პირდაპირ ეთერში დღევანდელ გადაცემაში პასუხებს მივიღებთ გენპროკურატური და რამდენადაც ვიცი, ნიკა გვარამია უკვე არის მზად, რომ გასცეს პასუხი ჩვენ შეკითხვებს. მე მივესალმები ჩვენ სტუმრებს, მივესალმები დარბაზს, იმედია დებატები გამოგვივა ძალიან საინტერესო და მოდით ერთად ყველა მოусმინოთ ნიკა გვარამიას, რა სიტყვის იგი. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, თქვენ შეგიძლიათ ამ შეკითხვაზე პასუხი მიიღოთ პირდაპირ ეთერში. ბატონო ნიკა, საღამო მშვიდობის. ისე აეწყო ჩვენი გადაცემები, რომ უკვე მეორე გადაცემა მე მიწევს გავხსნა თქვენით. ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ როგორც ოპოზიცია აცხადებს, შესაძლებელია მართლაც ხელისუფლების მხრიდან დაიწყო წინასაარჩევნოთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დევნა? რამდენადაც მე მახსოვს, ქალბატონო ინგა, წინა გადაცემაში ჩვენ პასუხობდით ბრალდებას, ხო არ მეშლება? არა, ბრალდებას, თუმცა თემა ერთ-ერთი ოპოზიციური კანდიდატის საარჩევნო შტაბის მიერ და ამ რეჟიმში იყო საუბარი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს ოპოზიციური კანდიდატის დევნად რამდენად აფასებს ამას საზოგადოება, მე არ ვიცი და თავად ოპოზიცია ალაპარაკდა დაგეგმილ პროვოკაციაზე ხელისუფლების მხრიდან. მოგვიანებით ჩვენ ალბათ გავიგებთ იმაზე, რამდენად იყო ეს დაგეგმილი და ვის მიერ იყო. კი ბატონო, მოდით ვისაუბროთ ბატონო ნიკა, თუ შეიძლება დღეს მასალის გავრცელებისთანავე უკვე დაიწყო ამ თემაზე საუბარი თქვენი ოპონენტების მხრიდან. მითხარით რა დანაშაულზე არის საუბარი, რა კვალიფიკაცია ეძლევა და კიდევ ერთი კითხვა, თუ კი იგეგმებოდა კონსტიტუციური წესრიგის შეცვლა ძალისმიერი მეთოდით, რატომ არიან მაშინ მონაწილე ადამიანები თავისუფლები დღეს და რატომ არ არიან ისინი დაპატიმრებული? ამ ადამიანებს აქვთ ძალიან კონკრეტული სამართლებრივი სტატუსი, პროცესუალური სტატუსი, ისინი არიან ეჭვმიტანილის სახით პასუხისგებაში მიცემული და მათგან ერთ-ერთი მარინა გაბუნია არის დაკავებული ამ სტატუსით.
მისი დაკავება დღეს მოხდა? დიახ. ბატონიკა, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ იგივე ვალერი გელბახიანის და ირაკლი კოდუას თაობაზე. მე მინდა შეგახსენოთ მამუკა კაციტაძემ გააკეთა დღეს ასეთი განცხადება, რომ დღეს როცა ყველაფერი ისმინება, როცა ხალხს ოჯახშიც კი ეშინია ერთმანეთთან საუბარიო ღიათო, ასეთი გულღია საუბარი გელბახიანისა, სოდიშებთან, ერეკლე კოდუასთან იყო ცოტა გაუგებარიო. მოდით დავიწყოთ, რატომ მაინც და მაინც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღმოჩნდა მთელ ამ სკანდალში ჩართული? თქვენი კითხვის ბოლო ნაწილით დავიწყებ, იმიტომ რომ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, პოსტი უჭირავს, მას ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი. რატომ გაკეთდა მასზე არჩევანი? ჩვენ ჯერჯერობით გვაქვს გარკვეული ვერსიები, თუმცა ბუნებრივია გამოძიებამ უნდა გასცეს ამაზე საბოლოო პასუხი. უპირველეს ყოვლისა შეგახსენებთ ალბათ თქვენთვის ცნობილ, ასე ვთქვათ, მუსირებად ხმებსაც, მე არ მინდა სიტყვა ჭორი ვიხმარო, მაგრამ ალბათ ჭორი იყო ეს, რომ ბატონ კოდუას ჰქონდა გარკვეული სამსახურებრივი პრობლემები და მას უპირებდნენ სამსახურიდან გათავისუფლებას. იყო ასეთი ჭორი, პირდაპირ. ხო, მეთანხმებით რომ იყო ნამდვილად. თუმცა ამას არავითარი საფუძველი არ ქონდა, მაგრამ იყო ესეთი ჭორი. ამას გარდა ასევე გახმაურდა ფაქტი იმის თაობაზე, რომ მის ოჯახს შეექმნა ბიზნეს პრობლემები. მისი ძმა წავიდა საცხოვრებლად ლონდონში. რამდენადაც ვიცი, იგი ნამდვილად ლონდონში წავიდა საცხოვრებლად. ყოველ შემთხვევაში თბილისში არ არის. ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს. ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, ამ სამი კომპონენტის გაერთიანებით მესამე შეგახსენებთ ის არის, რომ ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი. ამ სამი კომპონენტის გაერთიანებით, როგორც ჩანს, იგი იქნა მიჩნეული მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მიზნად, კარგ საკბილოდ ასეთი ტიპის ქმედებებისთვის და ამავე დროს სუსტ რგოლად, რომლის მოსყიდვაც შესაძლებელია. გამომდინარე ასევე ოჯახის ეკონომიკური პრობლემიდან. ეს არის ჯერჯერობით ჩვენი მაღალი ხარისხის, ასე ვთქვათ, ეჭვები და ვარაუდები, თუმცა შეიძლება გამოძიებამ კიდევ სხვა დეტალები გამოკვეთოს. რაც შეეხება იმას, როგორ მოხდა დაკავშირება, როგორ იყო ეს ინსცენირებული და ხო, ეს არის იცი ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ვინ მივიდა კოდუასთან პირველმა, ვინ დაუწყო მას ამაზე საუბარი? მას დაურეკა მარინა გაბუნიამ, ყოფილმა მოსამართლემ, რომელსაც ჰქონდა, ასე ვთქვათ, პირადი დაკავშირების შესაძლებლობაც და ესაუბრა პირდაპირ, ასე ვთქვათ, აღნიშნულ თემებზე. ну ხა პირდაპირ არ ვთქვამს, რომ შენ ფულს გადაგიხდი და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან ესეთი საეჭვო მესიჯები გაუშვა და ბუნებრივია ბატონი კოდუა აღნიშნულით დაინტერესდა და დაუთქვა მას შეხვედრა. ბატონი გაბუნია მოვიდა ამ შეხვედრაზე და ეს შეხვედრა უკვე იწერებოდა ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებებით და ამ შეხვედრაზე არც მეტი არც ნაკლები უთხრა, რომ ესე იგი მას უპირებენ მისთვის სერიოზული მისიის დაკისრებას აპირებენ სახელმწიფო გადატრიალების დროს და ამაში შესთავაზებენ ძალიან დიდ ფულს და უფრო მეტი მარწმუნებლობისთვის და დეტალების დასაზუსტებლად იგი უნდა შეხვდეს ვალერი გელბახიანს. ეს საუბარი ჩაწერილია და ვთქვათ დაკანონებულია სასამართლოს მიერ. ანუ ეს არის დაკანონებული სასამართლოს მიერ, მაგრამ აი იგივე ვალერი გელბახიანთან მიმართება, მე მინდა უბრალოდ პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, თუ შეიძლება მე უნდა დავსვა ეს შეკითხვა, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ერთი წუთით ბატონო დავით. ვალერი გელბახიანის მომენტი, როდესაც დღეს ვთქვათ ეს ჩანაწერები გავრცელდა, მე მოვისმინე ასეთი ვარაუდებიც, რომ იგივე ვალერი გელბახიანი ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლების საქმეს აკეთებდაო. ანუ იყო იმდენად სერიოზული, ვთქვათ, ის ყველაფერი, რასაც ის საუბრობდა. ანუ რასაც ქვია, უბრალოდ მოდით ჭყალებში ვიხმარ ამ სიტყვას, დავერბოვკებული, როგორც ეძახიან, ძალიან უხეშია ეხლა ჩემი მხრიდან შეიძლება ესე კითხვის დასმა, მაგრამ გაჩნდა ეს კი. პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს აბსოლუტური ნონსენსია. ვალერი გელბახიანი მოვიდა ბადრი პატრკაციშვილის სახელით და თუ ვინმეს ჰქონდა ეჭვები, რომ ვალერი გელბახიანი იყო დავერბოვკებული და საუბრობდა ამას, ამ ეჭვებს გაგიქარწყლებთ იმით, რომ ბატონი კოდუა ჩაფრინდა ლონდონში, შეხვდა ბადრი პატრკაციშვილს და მან აბსოლუტურად იდენტური შინაარსის ტექსტი გაუმეორა. ანუ ეხლა როდესაც იგი ლონდონიდან ჩამოვიდა, რას ამბობს? ჩვენ
ვიცით ახლა სრული მოცულობით ეს ჯერჯერობით პროცედურულად დამუშავებული არ გვაქვს, ხვალ გეგმავთ მისი მოწმის სახით დაკითხვას, მაგრამ დიახ, კოდუას დაკითხვას, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ რაოდენ რთული წარმოსადგენიც არ უნდა იყოს თქვენთვის დღევანდელი მოვლენების ფონზე რამე კიდევ უფრო ასე ვთქვათ შოკის მომგვრელის მოსმენა ჩვენი მონაცემებით კიდევ უფრო შოკის მომგვრელი რამე შეიძლება გავიგოთ. უკაცრავად, ანუ ეს არის მინიშნება გენპროკურატურის მხრიდან, რომ კიდევ რაიმე მასალები გამოქვეყნდება? ამას ამბობ? ბუნებრივია, ჩვენ სწავლობთ იმ შეხვედრის დეტალებს, რომელიც შედგა ლონდონში. ჩვენთვის ეს საინტერესოა, ბუნებრივია და აქ არის პრაქტიკულად ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც თქვენ დაგიგროვდათ დღეს და რომელიც უკავშირდება პირდაპირ საქართველოს უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან დეტალურად შევისწავლით და ადეკვატურ ანალიზს გავაკეთეთ. გამეთანხმებით ალბათ ნიკა გვარამია ეთერში, ანუ უნდა ველოდოთ, რომ კიდევ რაღაცის მოწმეები გავხდებით. მე ვიდრე ბატონ დათო უსუფაშვილს მივცემ საშუალებას დასვას შეკითხვა, რომელიც მას გაუჩნდა. ეხლა როდესაც თქვენ ამბობთ, რომ შეიძლება კიდევ რაღაც მოულოდნელობის მოწმეები აღმოჩნდეთ. მოდით შეგახსენებთ ერთ ფრაზას ლევან გაჩეჩილაძის ბანაკთან მიდისო ძირითადათო რაღაც მოლაპარაკება გელბახიანი რომ ამბობდა. ხომ არ შეიძლება ეხლა აი ამ თქვენი წინა ნათქვამიდან და აი ამ გელბახიანის ფრაზიდან გამომდინარე ვიფიქროთ, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ ან გაერთიანების მიმართ შესაძლებელია წავიდეს შემდეგ თქვენი კითხვები, გადამისამართდეს. ანუ იგივე თქვა შეიძლება წავიდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მტკიცებულებები ამის შესაძლებლობას მოგცემს, მაგალითად ჩვენებები, ბატონ გელბახიანიც დაიკითხება, მოგეხსენებათ ჩვენ ამაზე უკვე განაცხადეთ, მან განაცხადა, რომ გაჩეჩილაძის ბანაკთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მას ეს შეკითხვა ბუნებრივია დაესმევა და რა ფორმის იყო ეს მოლაპარაკები და ვინ რაზე საუბრობდა. თუმცა მოლაპარაკებების წარმოება ბუნებრივია უპირობოდ არ ნიშნავს თანამოაზრეობას და მოლაპარაკებების წარმოებას ამ თემაზე. თუმცა კითხვა რა თქმა უნდა დაისმება, იმიტომ რომ ამაზე საუბარი იყო და გამოძიებას შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვები ბუნებრივია ცალკეული გამონათქვამების მიმართ. მე კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ, რაც შეეხება შეთქმულებებს და ვინ დაგეგმა, როგორ დაგეგმა. ბატონი კოდუას ლონდონში ჩასვლას წინ უძღოდა ბატონი გელბახიანის მიერ და ჩვენ ძალიან მაღალი ხარისხის ალბათობით ვარაუდობთ, რომ ეს სწორედ მისი ხელნაწერია, მაგრამ საბოლოოდ დადასტურებული ეს არ გვაქვს და ექსპერტიზას ჩავატარებთ. მოწერილობა, სადაც ბატონი კოდუასთვის გადაცემული, სადაც ის წერს: სასტუმრო ჰილტონში შეკვეთილია 2 ნომერი. შემკვეთია ანატოლი მოტკინი. ხო გეცნობათ ეს სახელი და გვარი ქალბატონი? ვინ არის ბატონი? ანატოლი მოტკინი არის ბადრი პადაკაჩვილის PR ტექნოლოგი, რომლის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა აქამდეც, მათ შორის ჩემს ბრიფინგზეც პატრკაჩვილის საქმესთან დაკავშირებით და იმედის დახურვასთან დაკავშირებით. ანუ მის გვარზეა ნომერი დაბრონილი, სტილს ვიცავ მე და ასე საუბრობს ის. კვირას 12 საათზე მოგაკითხავენ, საუბარია სასტუმრო ჰილტონზე. მე შემიძლია გაჩვენოთ პირდაპირ ეს მტკიცებულება და ოპერატორს თქვა რომ აიღოს. ხო, თუმცა ეხლა მე რომ ვიყავ ოპოზიციის წარმომადგენელი, გეცოდით რომ მე რა ვიცი რომ ეს არ დაწერა სხვა. კიდევ გაჩვენებთ ერთ მტკიცებულებას. აგერ ბატონო სასტუმრო ჰილტონში ბატონი კოდუას იქ ყოფნის ქვითარი, რომელიც წარმოგიდგენთ აგერ და აგერ შეხედეთ ვინ არის დამჯერშნელი ნომრის. ეს არის სასტუმრო ჰილტონის ცნობა, ესეც ხო ჩვენ არ დავწერთ. ანატოლი მოტკინი. კარგით, ბატონიკა, მოდით დათო უსუფაშვილს მივცემ სიტყვას და შემდეგ მე ბოლო კითხვას დაგისვათ და დებატებს დავიწყებთ უკვე სტუდიაში. მაქვს ქალბატონო ინგა, იმიტომ რომ პრაიმ ტაიმის ძვირფასი 25 წუთი გაილია იმაში, რომ ჩვენ ვისმენთ ამ კონკრეტულ საკითხზე პატრიოტული. არა, ჩვენ არ შეიზღუდება, უბრალოდ არ შეიზღუდება. მე მაქვს კითხვა, რომ პოლიტიკურად ეჭვმიტანილები რო ვარ ჩვენ ყველანი, ეს გასაგებია ხელისუფლების მხრიდან, თუ აქ საუბარია კონკრეტულ დანაშაულზე და ვინმეს მიერ ამის ჩადენაზე, დღევანდელ ჩვენს დებატებთან ამას რა კავშირი აქვს? და 25 წუთი მე დამისვა ლევან გაჩეჩილაძემაც, როდესაც მას დღეს ვესაუბრე და უბრალოდ ვუთხარი რომ ეს იყო დაგეგმილი. საზოგადოებას აუხსნათ. კარგით, მე გეტყვით, აუხსნათ იმიტომ რომ შეკითხვა რომელიც მე დავუსვი ახლა ბატონ ნიკას, ოპოზიციას უჩნდება ეჭვი რომ წინა საარჩევნო თანფარული ჩანაწერების და რაღაც ინფორმაციების გავრცელება შესაძლებელია თუ არა უკავშირდებოდეს იმას რომ ერთ მშვენიერ დღეს თუნდაც ხვალანზე ჩვენ ვნახოთ სხვა ოპოზიციური ლიდერის გვარი, აი ამ მასალებში როგორც ახლა ბატონი ნიკა ამბობდა და სწორედ
სწორედ ამ შეკითხვას უკავშირდებოდა აი ეს ბოლოც, რაზეც ბატონმა ნიკამ ისაუბრა, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ხვალანზე ჩვენ წინა საარჩევნოდ კიდევ რომელიმე ოპოზიციური ლიდერის გვარი მოვისმინოთ. თანაც ამ სკანდალურ განცხადებებში ფიგურირებდა ის, რომ მიდიოდა საუბარი ლევან გაჩეჩილაძის შტაბზე. კარგით, ამაზე ვისაუბრებთ 2 წუთში. მე კი ბოლო კითხვას დაგისვათ, ბატონო ნიკა, ფარული ჩანაწერები და ჩანაწერები. 7 ნოემბრის ფარული ჩანაწერები, დღეს კიდევ ფარული ჩანაწერები. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? ანუ რა ხდება? რა პარალელები გავა? ჩვენს ქვეყანაში აშკარად არის პრობლემა სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების შერყევით. ამის ცალსახანიშნები არსებობს. 7 ნოემბერთან დაკავშირებული, ასე ვთქვათ, ჩვენი მთელი რიგი კომენტარები შეფასდა როგორც საბჭოთა პერიოდის პროპაგანდა. მე ძალიან მინდა დაფიქრდეს ის საზოგადოება, რომელიც ესეთ შეფასებას აკეთებდა. შემთხვევით ბოლო პერიოდში განვითარებული და განსაკუთრებით დღეს გამოკვეთილი სიტუაციით ხო არ ლაგდება ეს მოზაიკა და ერთიანი სურათი ხო არ იქნება იგივე იმ X დღესთან დაკავშირებით, რომელზეც საუბრობდნენ ადამიანები, რომლებსაც შეიარაღებული ფორმირებებით კონკრეტული мотиваციები ჰქონდათ სახელმწიფოში არეულობის მოხდენასთან დაკავშირებით. ხომ არ ლაგდება ეს რიტორიკული შეკითხვაა შეიძლება ჩემის მხრიდან, მე ვფიქრობ რომ ასეა ნამდვილად, უბრალოდ მე როცა საუბარია იმაზე, რომ ვინმე ავრცელებს დეზინფორმაციას, პირველი დეზინფორმაცია დღეს უკვე გავრცელდა, თითქოს ესე იგი კოდუა თვითონ იყო გადამბირებელი და თვითონ წავიდა, ესე იგი გელბახიანთან პირველ მის ინიციატივით მოხდა ეს შეხვედრა, მე უკვე დაგისაბუთეთ, რომ ეს ასე არ ყოფილა. შესაძლებელია კიდე გავრცელდეს დეზინფორმაციები, მაგრამ მე გეტყვით, რომ ჩვენ იმ შეხვედრაზე, რომელიც შედგა ლონდონში და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, იმ შეხვედრასთან დაკავშირებით ხვალ დავკითხავთ ბატონ კოდუას და წინასწარი მონაცემებით. რაც ვფიქრობთ ხვალ, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტად გაგრძელებას პოვებს, საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაციები გვექნება. დიდი მადლობა. შემაშფოთებელი ინფორმაციები გვექნება. ვთვლით, რომ პოლიტიკური პროცესის წინ, როდესაც წინ არის არჩევნები, ეს არის ძალიან სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ განცხადება, როდესაც ამას აკეთებს გენერალური პროკურორის მოადგილე. ბატონო დავით, სწორედ პასუხად კიდევ ერთხელ ეს იყო ის მთავარი, რის გამოც მე დღევანდელი გადაცემა გავხსენი ბატონ ნიკასთან საუბრით, იმიტომ რომ არის თუ არა შესაძლებელი, რომ ხვალ თქვენი შტაბიდან რომელიმე გვარი მოვისმინოთ, თქვენ ამას გამორიცხავთ თუ არა. მოდით დავიწყოთ საუბარი. 6 იანვარი, როგორი 6 იანვარი გათენდება? ნინო ბურჯანაძე გამოვიდა და თქვა, რომ ეს არის დესტაბილიზაციის საფრთხე. რა სიტყვით თქვენ და თქვენი გვარის შტაბის ხსენება დღევანდელ სკანდალში როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება? დიდი მადლობა, რომ მოვიცალეთ ჩვენ დღევანდელი რეალური საქმისთვის და დავიწყებ საუბარს იმით, რომ მართლაც ლაგდება ერთიანი მოზაიკა, რა თქმა უნდა, და სამწუხაროდ ისაც დღეს ვიხილეთ ჩვენ სწორედ ამ მოზაიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მოზაიკა ლაგდება ლევან გაჩეჩილაძე, როგორც ოპოზიციის მხრიდან ძირითადი ფავორიტი კანდიდატი, რომლის საარჩევნო საქმეები მიდის ძალიან კარგად და რომლის გამარჯვებაში არამხოლოდ ჩვენ, არამედ მოსახლეობის დიდ ნაწილს არეპარება ეჭვი. ახლა უნდა იქნეს რაიმე ფორმით, რაიმე სახით ჩირკმოცხებული ხელისუფლების მხრიდან და ნებით უნებლიათ დღევანდელი ეს გადაცემაც ასეთ ფორმატში წავიდა, ვინაიდან კითხვაზე ჩვენ ნებისმიერ პასუხზე გავცემთ, ნებისმიერ კითხვაზე გვაქვს პასუხი, მაგრამ ამისთვის არ არის საჭირო 25 წუთიანი მონოლოგი და სიუჟეტები იმ თემაზე, რომელიც ეხება სხვა კანდიდატს, რომელთაც შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები. უკაცრავად, ეპიზოდი, რაც შეეხება გადაცემას, ეს იყო დღის მთავარი თემა, რომელშიც გაიჟღერა ლევან გაჩეჩილაძის შტაბის თემამ. და სწორედ ამიტომ დავიწყეთ და გავხსენით ნიკა გვარამიასთან ჩვენი საუბარი. მე გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი სადებატო დრო არ შეიზღუდება, ასე რომ გადაცემასთან მიმართებაში პასუხი მინდა უბრალოდ რომ გაეცეს. კი ბატონო, სადებატო განსაზღვრეს ეს ყველაფერი. ელოდებით თუ არა? ჩვენ ველოდებით ყველაფერს, ვინაიდან ხელისუფლებას არ გამოუვიდა იმ ტყუილის აგორება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, რომ 2 ნოემბერს, 3 ნოემბერს, 4 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიცია გეგმავდა რაიმე სახის უკანონო ქმედებას. სწორედ ამიტომ იყო ჩადენილი ის სამარცხვინო ოპერაცია, რომელიც დაიწყო 7 ნოემბერს დილით, ფარულად, ქურდულად მეეზოვებს ამოფარებული პოლიციელების მიერ მოხდა ოშიმშილეების დარბევა, მერე კამერების დამტვრევა თქვენი ჟურნალისტების, ყველა ტელევიზიის ჟურნალისტების. სწორედ ამ პროვოკაციის გზით შეეცადა ხელისუფლება გამოეყვანა წყობიდან ხალხი და წარმოეჩინა ისინი მოძალადეებად და დღესაც ამ გზას ადგას, ვინაიდან იგი ცდილობს
მოძებნოს თავისზე უარესი, ასეთის მოძებნა არ გაუჭირდება, ყველა ქვეყანაში არსებობს ხელისუფლებაზე უარესი ადამიანები ან პოლიტიკური ძალები და მე ეს ჩირქი მოსხობს მთელ ოპოზიციას. ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მორიგი ცდელობა იმისთვის, რომ ერთი მხრივ 7 ნოემბრის ამბავი გაამართლოს, რაც გააკეთა და მეორე მხრივ დაიზღვიოს თავი იმისგან, რომ 5 იანვრის შემდეგ თუ კი ის შეეცდება იმ გზით, რა გზითაც დღეს ატარებს საარჩევნო კამპანიას, გაიფორმოს გამარჯვება, მაშინ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გაუჩნდება პროტესტი, რომელიც კანონის, კონსტიტუციის, ეთიკის, ნეობის, მორალის ფარგლებში გამოხატავს პროტესტს, იმ წუთში მიაწეროს მას იარლიყი მოძალადის, დამხობელის და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმას, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ იმ ჩანაწერს. თუ შეიძლება, ბატონ, მე მინდა რომ რაღაც ქრონომეტრაჟი დავიცვათ, შემდეგ კვლავ მოუბრუნდები ამ თემას. უბრალოდ დამიკონკრეტეთ, თავისზე უარეში ვინ იგულისხმე? თავისზე უარეში ვიგულისხმე მე ის ორი ბატონი, რომელიც საუბრობდა იმ თემებზე, რომელზეც გაერთიანებულ ოპოზიციას არასდროს გალბატონ სალომეს, დავით უსუფაშვილის, ლევან გაჩეჩილაძეს არასდროს არავისთან ამ თემებზე არანაირი მოლაპარაკება არ ქონია. მე პირადად მზად ვარ თუ დამითხოვთ ეთერს, ასევე 25 წუთი დამჭირდება ალბათ რომ მოგითხროთ ყველაფერი მის შესახებ, თუ რაზე ქონდა ჩვენ საუბარი პადრი პატარკაციშვილთან, მეც შევხვდი მას პირადად, სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან, ამ ყველაფერს მოგახსენებთ ღიად და ასე ვთქვათ ყოველგვარი პრობლემის გარეშე, მაგრამ რაც შეეხება იმას, რაც ჩვენ ვნახეთ, მერე მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტის აღშფოთება, აიხედავთ ვიღაცა როგორ აპირებს საქართველოში ამორჩევლის მოტყუებას და თავისუფალი არჩევნებისთვის ხელის შეშლას, მაშინ როდესაც ქალბატონ პრეზიდენტს არ გაუკეთებია არც ერთი განცხადება, რომ ეს უკვე კეთდება საქართველოში, 10,000-ობით საჯარო მოხელეა ჩართული ამ საქმეში, ყველა პოლიციის უფროსი, ყველა გამგებელი ყოველდღე არღვევს კანონს, ახორციელებს ზეწოლას ოპოზიციურ კანდიდატებზე, აქტივისტებზე და ამითი რომ ირღვევა საარჩევნო უფლება და სამართლიანი არჩევნების პრინციპები, სამწუხაროდ ეს არც ქალბატონ პრეზიდენტს აღელვებს, არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს და ესაა სამართლიანი არჩევნებისთვის მზადება. აი ეს მოზაიკა ლაგდება დღეს. კარგით, ეს იყო დავით უსუფაშვილი, საკმაოდ ვრცელი კომენტარით გისმენთ, ბატონ გიგი. ხელისუფლება აგრძელებს. მოგესალმებით, მეგობრებო. პირველ რიგში ესეთი ცოტა რიტორიკული შეკითხვის ბილეთები იყო წარმოდგენილი და ეხლა მე თქვენ გადაიყვანეთ საუბარი, რომ შეიძლება რა დამატებითი მტკიცებულება, დამატებითი მტკიცებულება შეიძლება ბატონ დავითმა წარმოადგინოს. სავარაუდოდ მასაც albათ მოტკინის აღებული ბილეთები ორი კვირის წინ იყო პატარკაციშვილთან თქვენ და გამოგიდგენთ ჩემ ბილეთებს. შეიძლება შემდეგ გადაცემაში ამ ბილეთებს მოგიტახთ საზოგადოებასთან ბატონ უგულავას. როცა მტკიცებულებებზე ვლაპარაკობ, როცა მაღალფარდოვანი მებზე, მაგრამ ყველაზე პრობლემური რა არის? სიმართლე გითხრათ, თუსაც მე ეს ყველაფერი დღეს ვნახე. პირველი მართლა შოკის მომგვრელი რეაქცია იყო და ალბათ ნებისმიერ ადამიანს ვინც ეს იხილა, იქნებოდა ანალოგიური რეაქცია. პირველი იყო შოკი, მეორე იყო გაღიზიანება და აღშფოთება ყველაფერ ამასთან დაკავშირებით. და მე გულწრფელად მჯეროდა რომ დღეს როდესაც და ამაში ნაწილობრივ შეიძლება დავეთანხმოთ, იმიტომ რომ ეს თემა ირიბად არის. რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, ეს თემა გავხსენით ამ თემით, იმიტომ რომ იყო ნახსენები გაჩეჩილაძის საბთან მოლაპარაკებები. ირიბად. ჩვენ ეთერს. ხალხს უსვავ ირიბად, თუ შეიძლება დავამთავრებ, იმიტომ რომ მათ შორის ეხლაც ვიხილეთ კლასიკური და ვიტყოდი აი ესე ცოტა ჟარგონს ვიხმარ დურუშნიკობა. გაემიჯნენ გელბახიანს. გაგვიმარტეთ ეს სიტყვა, ჩვენ არ ვიცით ეს ჟარგონი. არა, მე არ მესმის. თქვენი პოლიტიკური ლიდერი რო გამოვა, იმას ესმის ესეთ სიტყვები კარგად და ის განგიმარტავ. რაც შეეხება ხო და რაც შედა დავამთავრებ. ისე მეც არ ვიცი რას ნიშნავს. აი როცა იქაც დადეფრებს, ახაც დადეფრებს. კარგით, ჟარგონის ლექსიკონს მაშინ თქვენი პოლიტიკური ლიდერი კვლავ მოგართვეთ. რაც შეეხება გაემიჯნა გელბახიანს, მაგრამ პატარკაციშვილთან დაიტოვა გზა. მაშინ როდესაც ჩვენი მეგობრები, როდესაც ჩამობრძანდნენ ლონდონიდან, იქ საუბრობდნენ, რომ პატარკაციშვილმა არა ის ცალკე იყრის კენს, მაგრამ ხუთის მერე ერთობლივ აქციებს კი ერთად ამას კი დააფინანსებს. მეგობრებო, არ უნდა მოვიტყოთ თავი. დღეს აი ამ საუბრებით ერთი ყველაფერს აეხილა და ყველაფერი თავის ადგილას დაალაგდა. ჩვენ ავსაუბრობთ ახლა მაინდა-მაინც რომ ბატონი დავითია, ქალბატონი სალომე, რომელსაც ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მქონდა ერთთან და მეორეს ერთთავრობაში ვიყავით და მე დღესაც დარწმუნებული ვარ და მინდა რომ ჯეროდეს რომ
პირდაპირ რა თქმა უნდა ეს ხალხი ამაში არ მონაწილეობს. თუმცა ფიცი მწავს ბოლო მაკვირვებს. გელბახიანთან ერთად ბოლოჯერ თქვენი კოალიციის წევრი ბატონი გოგა ხაინდრავა წანდებოდა ასევე ბატონ პატარკაციშვილთან შეხვედრაზე. ეხლანდელი თქვენი ესე ვთქვათ ირიბი ინდიკაცია რომ გაემიჯნეთ გელბახიანს და არა თლიანად პატარკაციშვილს. იმას მეუთითებს რომ პატარკაციშვილთან არ გინდა თქვენ დაწვათ ხიდები, რომ პატარკაციშვილი საბოლოო ჯამში არის ფულის ტომარა, რომელიც ეხლა თუ არა პარლამენტის არჩევნებზე მაინც გამოგადგება. სირცხვილია მეგობრებო ეს. უბრალოდ სირცხვილია, იმიტომ რომ თუ აქამდე ეხლა რატომ არა მე თქვენ გაცდით საუბარს მეგონი, ხო? თუ აქამდე მთელი ეს პროცესები უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში შეიძლება ვინმეს შეფასებული ყოფილიყოს 1000-ნაირად. შეიძლება მაინც ვთქვათ რომ ეს იყო ბრძოლა ხელისუფლებასთან, ბრძოლა მიხეილ სააკაშვილთან, ბრძოლა ხელისუფლებისთვის. დღეიდან უკვე ნათლად ჩანს რომ ეს აღარ არის ბრძოლა ხელისუფლებასთან, ეს არ არის ბრძოლა ხელისუფლებისთვის, ეს არის ბრძოლა სახელმწიფოსთან, იმიტომ რომ ამ ბრძოლას ვისი მხრიდან, ერთიანი ოპოზიციის მხრიდან ბატონო გიგი. არა, ერთიანი ოპოზიცია აქ არის ფონის შემქმნელი ამ შემთხვევაში. ის ესენი ერთიანი ოპოზიცია არა, წარმოდგენილი მეგობრებო. ეს არის ფონის შემქმნელი ხალხი, რომელიც ფონს უქმნის მთელ იმ პროცესებს, რომელიც დაგეგმა პატარკაციშვილმა და რომელსაც გეგმაზომიერად ახორციელებდა სხვადასხვა ფორმით. მე ისევ ვიმეორებ, გულწრფელად მინდა დავიჯერა, რომ თქვენ ამ უმსგავსოებას გაემიჯნებით. თუმცა ისევ ვიმეორებ, ეს თქვენი გადასაწყვეტია. კაბუტონ სალომე. კითხვა რომელიც მინდა დაგისვათ. ანუ ხელისუფლება ამბობს, ეხლა მე როგორც მივხვდი, რომ მე როგორც მივხვდი, შესაძლებელია ვცდები, ბატონი გიგი ალბათ დააკონკრეტებს. მათ აქვთ ეჭვი, რომ თქვენ რაღაც პატარკაციშვილის პარტნიორები ხომ არ ხართ? ამას გულისხმობთ. სუდიკაცია გელბახიანიო ჩარეცხეს ერთ წუთში და პატარკაციშვილი მაინც საფრთხეში მოაქცეს. რას ნიშნავს ახლა ეს? მე შეგეკითხეთ თუ დღის წესრიგი იყო გელბახიანის მიერ მომზადებული თორე არავის არ უთქვამს. შეიძლება გელბახიანის მომზადებული დღის წესრიგი წავეყო. დავით ძალიან უცნაური არის რომ ჩვენ მოვედით იმისთვის რომ ჩვენი გუნდის დებატი იყოს ხელისუფლებასთან და აღმოჩნდით რაღაცა სულ სხვა საკითხზე რომელიც მე მგონი უფრო ეხება პატარკაციშვილის გუნდს და ეს მიწებება არ არის ჩვენი არჩევანი ყოველ შემთხვევაში. ხალხს ერთი წლის წინ არჩევნების წინ ქალბატონი სალომე დემონსტრატიულად ემიჯნებოდა პატარკაციშვილს. ოღონდ ეს იყო ერთი წლის. მე მათქვევინეთ ვის ვემიჯნები და ვის ვეწებები. ქალბატონი სალომეს სიტყვა გადაცემა. მე სხვა რამე მინდა ვთქვა რომ ძალიან გამაინტერესა დღევანდელ ქალბატონ ნინოსი გამოსვლა და მისი შეშფოთება და სხვათა შორის ბატონი გიგის გამოსვლა ასევე გაფიქრებული სახეებით და რა ემუქრება თურმე ჩვენ სახელმწიფოს და ძალიან გამახსენდა სხვა დიქტატორიული წყობების ქმედებები ამ შემთხვევაში ყოველთვის არის და ჩვენ ვართ უკვე მეორე ასეთ მცდელობაზე 7 ნოემბრის წინ იყო ეს რუსეთის აგენტები იქაც თურმე მე არ ვითვლებოდი ფლათ რუსეთის აგენტად მაგრამ არაუშავს ჩემი მეგობრები თურმე იყვნენ რუსეთის აგენტები არ გამოვიდა ესა უცხოეთში პრეზიდენტიც ექს-პრეზიდენტი იძულებული გახდა რომ Newsweek-ში გაეკეთებინა რაღაცა შესწორების ფორმით და ეთქვა რომ არა ეს შეთქმულება თურმე არ ყოფილა ეხლა ამას ვუბრუნდებით და იგივე იყო რაშტაგი ჰიტლერის დროს იგივე იყო სტალინის დროს ეს არ არის ახალი და ყველა დიქტატორული წყობა როცა მიდის თავის ბოლოსკენ და უჭირს თავის ლეგიტიმაცია და გამართლება ეძებს ამ უცხო რაღაცა მოჩვენებითი მტერს რომელიც უნდა გაამართლოს უნდა შეაშენოს თავისი მოსახლეობა უნდა თქვას რომ ან მე ან ქაოსი ან ტრაგედია ან ომი ან მტერი და ეს ყველაფერი არის ძალიან ცნობილი ქმედებები ჩვენ ის გვაინტერესებს რომ ეს ხდება იმ მომენტში როცა ხელისუფლებას როგორც ჩანს რაღაცა შიში აქვს და ჩვენთვის ეს არის ძალიან რისი შიში და ბატონ დათასთან რისი შიშის და ყველა გამოკვლევების რომელიც ბოლო 2 დღეში გამოქვეყნდა ყველა გამოკვლევების რომელიც ინტერნეტში არის გამოქვეყნებული და ყველა იმ რეალობის რომელიც აჩვენებს მათ ცოტა ყვითელი გაღიმებულია ის აქვს აჩვენებს მათ რომ დღეს მიშა სააკაშვილი ვერ იგებს ამ არჩევნებს იმის მიუხედავად რომ 400 მილიონი დოლარი უკვე დაიხარჯა მე ვიკითხავთ საიდან დაიხარჯა უკვე დახარჯულია 400 მილიონი ამ საარჩევნო კამპანიაში და ჯერ კიდევ რჩება
12 დღე თუ არ ვცდები, 11 აღარ ვიცი, აღარ ვიცი. 11 დღე. 11 დღე. და ეს არის რეალობა და ამისი პასუხი არის ყველაფერი ის, რასაც ვესწრებით. ჩემთვის ძალიან ნორმალური არის, არაფერი ამაში არ არის საკვირველი. ველოდებით. გავიგე ქალბატონი სალომე. არა, გელბახიანი არ ყოფილა ეს. ამაში ვერასდროს ვერ გავარკვევი, ვინ რა, როგორ და ეს ბინძური პოლიტიკური თამაში, რომელზედაც მთელ ქვეყანას გული ერევა, მე მგონი ერთ დროს უნდა დამთავრდეს და დამთავრდება ჩვენი გამარჯვება. კარგი. დავით ბანდა ეს ფარული კამერები აღარ გვინდა. აი ის ქალბატონის სალომეს სიტყვები თუ შეიძლება. აღარ გვინდა ფარული კამერები, აღარ გვინდა მოსვენები, აღარ გვინდა დაბეზრებები, აღარ გვინდა გარემტერი, აღარ გვინდა შიდამტერი, გვინდა ნორმალურად ჩავატაროთ არჩევნები და ნორმალურად მოვიგოთ ეს არჩევნები. სხვა არაფერი არ გვინდა და ეს არის ის, რასაც ჩვენ მივახცევთ. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძეს. მიტინგებზე დედის გვინება უღონ გვინდა და გავაგრძელოთ, შემდეგ ჩამონათვალე. კარგით, გავაგრძელებთ არავინ არ ჩავდება, არა. ამ მომიტინგების ისე დარბეები გვინდა. მოგცემ სიტყვას ბატონო დავით ბაქრაძეს გვინდა, დაუსა შეკითხვა ქალბატონის ხალხის ჩახოცვა გვინდა, ეს კარგია. საკუთრების წართვა გვინდა, ეს კარგია. ეს გვინდა. სამოყირავება პატარა კაციშვილის ფულზეც ეგეთ გინდა. ქვეყნის სამოყირავებას ვინ აკეთებს ამას ხედავთ. ხედავთ. უკვე ვისაა გადაყირავებული ეს ქვეყანა. ეს ჩაა. დავით ბაქრაძეს მინდა დაუსვა შეკითხვა ბატონო გიგი, შემდეგ თქვენ მოგიწევთ ამის განმარტება, რომ სხვისი ფულით ქვეყნის ამოყირავება ძალიან მკაცრი შეფასებები ხო არ არის, თქვათ ეს ოპოზიციის მიმართ. 400 მილიონიო ქალბატონმა სალომემ ბრძანა უკვე დახარჯულიაო. ეხლა ბატონმა გიგიმ თქვა, აქეთ სხვა ფულზე რაღაც მინიშნება, რა ხდება? კარგი, სანამ უშუალოდ თანხაზე გადავალთ, მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესოდ მიდის ხოლმე ტრადიციულად ჩემი და ქალბატონის სალომეს ურთიერთობა, პერიოდულად ის გამოდის ბრალდებით საკუთარი თავის მიმართ, რომელსაც შემდეგ მე გამოვდივარ და ვაქარწყლებ. ანუ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მან თქვა, რომ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ის არის კორუმპირებული და შემდეგ მე სასწრაფოდ გამოვედი და ვთქვი, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ის არის კორუმპირებული. იყო რამდენიმე შემთხვევა, ჩვენგან არასდროს არ წამოსულა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქალბატონმა სალომემ თქვა, რომ ის არის რუსეთის აგენტი და მე ვადასტურებ, რომ ის არ ვფიქრობ, რომ თუ შეიძლება ქალბატონ სალომე პატარკაციშვილის მიერ მოსყიდული ეს ყველაფერი გამოჩნდებოდა. დავასრულებ, მე ნამდვილად არ მეშინია იმის, რომ ქალბატონი სალომე არის რუსეთის აგენტი, იმიტომ რომ ამას არ ვფიქრობ. რისიც მე მეშინია არის სულ სხვა რამ, რისიც მე მეშინია ეს არის პასუხისმგებლობის აბსოლუტური დეფიციტი ხელისუფლების მხრიდან. დღეს ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად შოკის მონგრელი ინფორმაცია. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია. ერთი წუთი თუში. დღეს ჩვენ მოვისმინეთ. ერთი წუთი, ძალიან გთხოვთ დარბაზში. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი საკმაოდ სერიოზული ძალა და ძალიან სერიოზული ფინანსური ძალა პირდაპირ აცხადებს, რაც არ უნდა მოხდეს 5 იანვარს. პატიოსნათაც, ანუ იგივე სიტყვას დავიცავ, ჩესნათაც რომ მოიგოს ხელისუფლებამ, ჩვენ ამას არ შევეგუებით და ხალხს გამოვიყვანთ ქუჩაში, რომ ჩვენ მოვახდენთ პროვოკაციებს, რომ ჩვენ დავარბევთ საარჩევნო უბნებს. რომ 6 იანვარს დაიწყება ამ ქვეყანაში უმართავი პროცესები და დაძაბულობა. აი ამ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აკეთებს, რომ მე ამაში ვერ ვერკვევი და ვერ გავერკვევიო, აი ეს ნამდვილად მაწუხებს ქალბატონს. აი ამ 10 წუთის წინ თქვით, რომ ამ პოლიტიკაში მე ვერ ვერკვევი და ვერ გავერკვევი. სამწუხაროდ ის, რასაც დღეს ჩვენ უყურებთ, არის ბინძური პოლიტიკა, ქალბატონ სალომე, მე არ გაწყვეტიებდით, თუ შეიძლება დავასრულებ და შემდეგ. დავასრულებ და შემდეგ ეს არის ბინძური პოლიტიკა და ისევ ვიმეორებ ამ პოლიტიკაში ხელისუფლების გადანაშაულობა არის უპასუხისმგებლობა. ჩვენ არ ვართ ის ძალა, ვინც ფულს იხდის აქ დესტაბილიზაციის გამოწვევაში, ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც საუბრობს არჩევნების დღეს უბნების დარბევაზე და მეორე დღეს ხალხის ქუჩაში გამოყვანაზე და ჩვენ არ ვართ ის ძალა, გადახედეთ ამ კამპანიას ელემენტარულად, არის ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც სიტყვითაც არ უხსენებია ვინმეს წინააღმდეგ რაიმე ბრალდება, რომელიც მთელ საქართველოში დადის და საუბრობს იმაზე, რომ მისი პრიორიტეტი არის საქართველოს სიღარიბის გარეშე და მისი პრიორიტეტი არის ხალხზე ზრუნვა და არის ყველა სხვა პრეზიდენტობის კანდიდატი, რომლის ძირითად პროგრამას შეადგენს სწორედ ამ ერთი კანდიდატის ლანძღვა და ვინც უფრო მეტად გალანძღავს ამ ერთ კანდიდატს, ის უფრო წარმატებულად ითვლება. მაგრამ ოპოზიცია ამბობს, რომ ყველანაირიო გამოკლებებითო გაჩეჩილაძე ლიდერობს და შესაბამისად ხელისუფლების მხრიდან მიდის აი ეს უკვე ოპოზიცია. შეიძლება ამასაც დავასრულებ, რაც შეეხება ამ გამოკვლევას, ის უკრაინული ფირმა, რომელიც გაჩნდა, ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ ეს შედეგები იყო გამოქვეყნებული კანონის დარღვევით, ვინაიდან კანონის მიხედვით უნდა იყოს მითითებული, ვისი დაკვეთით ჩატარდა კვლევა და ეს არ ყოფილა. მეორეც ერთი უნდა იყოს მითითებული, რა ტექნოლოგიით ჩატარდა კვლევა და ეს არ ყოფილა, ანუ ეს იყო აბსოლუტური კანონის დარღვევით გაკეთებული და
მესამეც ერთი ჩემთვის ძალიან რთულია ვისაუბრო იმ კომპანიის სანდოობაზე, რომელიც მე არ ვიცი და ამ შემთხვევაში მე აქ არ ვარ ექსპერტი, მაგრამ დღეს ჩვენ მოусმინეთ ყველა წამყვანი ქართული სოციოლოგიური ფირმის წარმომადგენლებს, რომელთაგანაც ყველა აღნიშნავს, ბატონო, რომელთაგანაც ყველა აღნიშნავს, რომ ისინი არ იცნობენ ამ ფირმას. ამიტომ მე ამ ფირმის მიერ მოხდენილ კვლევაზე ასეთ რეაგირებას არ აქვს. რაც შეეხება თანხებს, ბოდიშს ვიხდი, თანხის გამჭირვალობას განსაზღვრავს კანონი, მე შემიძლია ოფიციალურად დავადასტურო ჩვენი შტაბის სახელით, რომ ჩვენ სრულად დავიცავთ კანონის მოთხოვნას. 400 მილიონიო ქალბატონმა ყველა თანხა გამოქვეყნდება ჩვენ განსხვავებით ზოგიერთი სხვა კანდიდატისგან, ოლიგარქიულ და საეჭვო წარმოშობის ფულს არ ვიღებთ, ეს არის გამჭირვალი თანხა და ჩვენ მოუწოდებთ ყველა სხვა კანდიდატს ასევე გამოვაქვეყნოს ზუსტად იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ. დიდი მადლობა. რაღაც ნათელხილოვანს დაადასტურა თქვენი კვლევები. ბატონო? ტელევიზიით ნათელხილოვანს დაადასტურა თქვენი კვლევები. ნუ იცინიც სპორტაშორის. დათო უსუფაშვილს ვაძლევ სიტყვა, შემდეგ იგი უგულავასთან შეკითხვა. დიახ, თანხებსაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან ისევ და ისევ ეს ცნობილი ამბავია, დააბრალეს სხვას ის, რასაც თვითონ აკეთებს. გაერთიანებულ ოპოზიციას ლევან გაჩეჩილაძეს და მის საარჩევნო შტაბს არც ერთი თეთრი ბადრი პატარკაციშვილისგან საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად არ მიუღია. ძალიან კარგი? მაშინ იქნება ბოდიში მოიხადოს აქ ერთმა ბატონმა, რომელმაც ბრძანა რომ ჩვენ ამ ფულის ტომარას ვართ გამოკიდებული და აკიდებული. არ იქნებოდა. როდესაც დეკლარაციას გამოვაქვეყნებთ, შემდეგ ვისაუბროთ. მეორე. დიახ, თქვენ ბრძანდებით ის ხელისუფლება, რომლის კანდიდატი ბოლო 1 თვეა სწორედაც რომ დარბის კარდაკარ ყველა სოფელში, ყველა ქალაქში და ცდილობს ყველას აუხსნას სიყვარული, რა კარგი ბიჭია და როგორ უგვარებს ყველას პრობლემებს. დიახ, ეს ასეა. მაგრამ ეს არის სწორედ ის კანდიდატი და ის პრეზიდენტი, რომელიც 4 წლის განმავლობაში ახერხებდა იმას, რომ ყველა ჩვეულებრივი მოქალაქისთვის დაემტკიცებინა, რომ მას არ აინტერესებდა მათი ბედი, მათი მომავალი, მათი ღირსება, მათი სოციალური მდგომარეობა და ასე შემდეგ. დიახ, თქვენ ყავთ ესეთი კანდიდატი, რომელიც დადის და დღეს სიყვარულს უხსნის ყველაფერს, იმიტომ რომ მას ყავს 10,000-ობით საჯარო მოხელე, პოლიციელი, ძალაუფლებით აღჭურვილი, რომელიც ამის პარალელურად დადის იმავე მოქალაქეებთან და შიშის, ტერორის, მუქარის გზით აიძულებს, აგროვებენ პირადობის მოწმობებს, აგროვებენ 1000-ნაირ ხელმოწერას, იმისთვის რომ დაიბევონ ის ხმები, რომელიც მათ დავალებული აქვს ცენტრიდან. რა შეჭირდება დღეს სააკაშვილს იყოს სხვანაირი, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანაა სხვანაირი და მთელი სახელმწიფო მუშაობს მის საარჩევნო გამარჯვებაზე. დიახ, თქვენ მოახერხეთ ის, რომ ვარდების რევოლუციიდან 4 წლის თავზე დღეს საქართველოში კვლავ გვიწევს ამ პრობლემებზე საუბარი, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა, მთელი საბიუჯეტო რესურსით, მთელი სახელმწიფო ძალაუფლებით მონდომებულია იმისთვის, რომ აი ეს კეთილი და მოსიყვარულე ბიჭი კვლავ გახდეს პრეზიდენტი. დიახ, ეს ასეა, თქვენ ეს ხელისუფლება ბრძანდებით. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი დასრულდეს ამ ხელისუფლების დღეები საქართველოში, კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად, სწორედ ამას ითხოვდა 150,000 ქართველი მოსული რუსთაველზე 2 ნოემბერს და ის ხალხი, რასაც ითხოვდა, დღეს პრაქტიკულად ხდება ის ყველაფერი, გაზაფხულზე იქნება არჩევნები და თქვენ, აი მოსიყვარულე ბიჭის და თქვენი გუნდის გამოისობით, საქართველო გახდა იძულებული გაევლო მთელი ეს პერიოდი, ეს საშინელი პერიოდი 7 ნოემბრიდან და ამის ფასად ხდება ის, რასაც ის ხალხი იტყოდა შვიდობიანად 2 ნოემბერს, 3 ნოემბერს, 4 ნოემბერს. მოსიყვარულე ბიჭის და ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით სიტყვას გადავცემ გიგი უგულავას პირდაპირ. ხომ? ისიც მოსიყვარულე ბიჭია? დიდი მადლობა ჩვენი კანდიდატის კომპლიმენტისთვის. გადავიტანიოთ. კეთილი და მოსიყვარულე ბიჭი, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ, უნდა დასრულდეს. წარიმშრომლები. თუ შეიძლება ზუსტად იგივე დროიდან გიგი უგულავას მივცე რაც ხონდა. არ ამგონი რომ ცრემლი დასაცინი იყოს. არ ამგონი, ქალბატონ სალომე, რომ ცრემლი დასაცინი იყოს. კლიპებში კი. თქვენც მოგიხდებოდათ სხვათა შორის. რაც შეეხება ძალიან კარგი კლიპი თუ ცრემლი? ერთი წუთი. თუ შეიძლება ბატონმა გიგიმ დაასრულოს. დიახ, ჩვენ ყავს კანდიდატი ბატონო დავით, რომელმაც საქართველოს დაუბრუნა აჭარა. დიახ, ჩვენ ყავს კანდიდატი, რომელმაც საქართველოს დაუბრუნა ზემო აფხაზეთი. კოდორი. ყავს ჩვენ, დიახ, ზემო აფხაზეთი. კოდორი. ყოველთვის დაკარგული იყო, იმიტომ რომ ის საქართველოს ნომინალურ, ხო, აჭარაც არ იყო დაკარგული ფორმალურად, მაგრამ აჭარაც დაკარგული იყო. დიახ, ჩვენ ყავს კანდიდატი, რომელმაც 4 წელიწადში მოახერხა ენერგოკრიზისის დაძლევა. დიახ, ჩვენ ყავს კანდიდატი, რომელმაც ქვეყანა დაამსგავსა ქვეყანას. ყავს ჩვენ კანდიდატი, კეთილი ბიჭი და ის კეთილი ბიჭი ვერ შეიცვლება თქვენი ბოროტი ბიჭით. ამის გარანტიას გაძლევს. რატოა იმიტომ რომ მაგის გაგებებული სახე არ მინახია და რატოა ბოროტი
ბიჭი, უკაცრავ. სააკაშვილი, კეთილი ბიჭი, ლევან გაჩეჩილაძე, ბოროტი ბიჭი. აი, ხელისუფლების სიმართლე. მე ვციტირებ თქვენ საუბარს. დიახ, ჩვენ ყავს ესეთი კანდიდატი, რომელიც გაიმარჯვებს. და რომელსაც უამრავი ადამიანი ხვდება სოფლებში, ქალაქებში. თავის ჭირვარამს უზიარებს. ავტობუსები მოყვანილები. ყოველდღე რამდენი ყვითელი ავტობუსი გადის? ფეხით, ავტობუსით, მანქანით, ყველა სატრანსპორტო საშუალებით მოდის ადამიანი იმისათვის მეტროთი, ასევე სხვა შორის ეგ ავტობუსები ქალაქგარეთაც ისე უნდა შეგერჩიოთ. არა, ჩვენ ხაზები გვაქვს. შეიძლება დაასრულოს ბატონმა გიგიმ და მოგწევს. არა, არ არის საინტერესო დაასრულოს და მერე შემიძლია. სხვას არ ვეთხოვდი ქართულ პოლიტიკოს, ვინც ქართული პოლიტიკის წიაღიდან არის, მაგრამ თქვენთვის მე მგონი საინტერესო თემა უნდა იყოს, რომ ყველას თანაბარი და განსხვავება არის ერთი და ძალიან მარტივი. ჩვენ ვებძვით პრობლემებს, თქვენ ებძვით სააკაშვილს. აი ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენს. ჩვენ ვებძვით მთავარ პრობლემას საქართველოსი, რასაც ქვია სააკაშვილი. რასაც ქვია სააკაშვილი. კარგი, ერთი კითხვა მინდა დავსვა დღეს ნინო ბურჯანაძის განცხადებიდან გამომდინარე. მე დავეთანხმები ხალბატონ სალომეს, რომ მთელი მათი პროგრამა და მომავალი არის სწორედ ერთი ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლა, მაშინ როდესაც ჩვენი პროგრამა არის საქართველოს წინსვლისთვის ბრძოლა. ამაში ვეთანხმები. ისინი ებრძვიან სააკაშვილს, ჩვენ ვებძვით პრობლემას. იმეთ ადამიანში მთელ გუნდს გულისხმობენ. ეს იყო სააკაშვილის არჩევანი ბატონებო და ეს იყო თქვენი არჩევანი. თქვენ გამოზარდეთ ის კაცი ბელადად, თქვენ აღიარეთ ის ასეთად, თქვენ დაუკავშირეთ მას ყველაფერი და ამიტომ არის ეს ასე. ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ეს არ არის ჩვენი არჩევანი, რომ სააკაშვილის არჩევანი ეს ყველაფერი. რატომ არ იყო საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლები? სიტყვები, იმიტომ რომ ბელადები საპრეზიდენტო არჩევნებს ვადაზე ადრე არ ნიშნავენ, ამიტომ არ ვიცი რომ ესე კარგად ნინო ბურჯანაძის დღევანდელი განცხადებიდან გამომდინარე, ცოტა მოგვიანებით რამდენიმე წუთში მე მინდა დარბაზის აზრიც მოვისმინოთ. ანუ ბურჯანაძე საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც უნდათ თქვათ არჩევნების შემდეგ 5 იანვრის შედეგები ჩაშალონ. მე მაინტერესებს ერთი ასეთი კითხვა, ამ შეკითხვას ყველას უსვავ, ყველა გუნდს, ვინც მოდის ხოლმე ამ გადაცემაში. თუ მოხდება ისე, ქალბატონო სალომე, ბატონო დავით, ბატონო გიგი, ბატონო დავით, რომ ერთი კანდიდატი, ანუ თქვენი ოპონენტი კანდიდატი აღმოჩნდება გამარჯვებული. ამ შემთხვევაში რა პოზიციას იკავებს ლევან გაჩეჩილაძის გუნდი? თუ თქვათ გაიმარჯვებს სააკაშვილი, იგივე შეკითხვას დავსვავ იქით მხარეს. მე ორ პასუხს გაგცემთ. ერთი, რაც ძალიან კარგად გახსოვთ, როგორი იყო ჩემი მეორე დღე, როცა წავაგე ადგილობრივი არჩევნები. ასე რომ მე მგონი, რომ თქვენ ეჭვი არ უნდა გქონდეთ იმის შესახებ, რომ სამართლიან არჩევნებში და ის იყო მანიპულირებული, მაგრამ ისეთი დარღვევებით არა, რომ ამაზე პროტესტი განცხადებული იყო. მე ძალიან კარგად მივიღე ეს შედეგები და ვაღიარე. და მე ჩემთვის სრულებით უცნაურიც არ არის ეს აღიარება. მეორე მომენტი არის, რომ პირველი დღიდან, დანიშვნის დღიდან, ესე იგი 9 ნოემბერს მე მგონი პრეზიდენტმა მოიგონა ეს არჩევნები და თურმე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შეუძლებელი იყო, იმიტომ საომარ სიტუაციაში ვიყავით, ქალბატონი მაია ნადირაძეს სიტყვები გავიხსენოთ. მაგრამ თურმე 8 ნოემბრიდან დადის ეს ხელისუფლება და ყველა შეხვედრებზე პირველ რიგში უცხოელებთან 8 ნოემბრიდან აცხადებენ, რომ ოპოზიცია ამზადებს 6 იანვარს. ესე იგი, მაშინ არ იყო განხილული ეს რაღაცა ახალი ფილმები და ფარული კამერები, მაგრამ უკვე იცოდა ხელისუფლებამ, ალბათ პატარკაციშვილთან რაღაცა ახლოებს მათ და იციან მისი საიდუმლოს გეგმები. იმიტომ იცოდნენ თურმე, რომ ჩვენ ვამზადებდით, ჩვენ მთელი ოპოზიცია გლობალურად ამზადებდა თურმე 6 იანვარს რაღაცა საშინებლობას, გადატრიალებას, შიდა ომს, არ ვიცი რას, მაგრამ ეს იცოდნენ უკვე 8 ნოემბრიდან. სანამ ჩვენ დავიწყებდით ლაპარაკს იმაზე, რომ რაღაცები არ მოგწონს იმ სიებში, რომელიც ვერ გააკეთეს, ვერ მოამზადეს საარჩევნო სიები, 4 წელი არის გზებს აგებენ, მაგრამ საარჩევნო სიებიდან ვერ გამოიყვანეს მკვდარი სულები. დიდი მადლობა, ბატონო გიგი, განაგრძეთ თემა 6 იანვარი. რატო არ დაგითვლიათ მერე თქვენ ბრძანდებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი? როდესაც აკეთებთ განაცხადს, რომ საარჩევნო სია არ ვარგა და ის სავსეა გარისულები, თქვენ უნდა ჩვენ მართლა არ გვაქვს იმათთან რაღაც ისეთი კავშირი გარდაცვლილებთან, ბოდიშვილი მათ სულებთან, რომ მათ ჩვენ პირდაპირ
რომ მათ ჩვენ პირდაპირ შეგვატყობინონ, რომ ისინი სიაში არიან, მაგრამ მე გეტყვით ჩვენს ოფისში, სადაც 16 თანამშრომელი ყავს. ორის ბაბუა გარდაცვლილი არის სიაში. დიდი მადლობა. 16-დან მე გეტყვით, რომ მთლიანად საარჩევნო კომისიაში და ეს არის დღეს საღამოს მონაცემები, თქვენგან შეტანილი არის სულ 10,000 შესწორება და ლაპარაკი არის 3,5 მილიონ ამორჩეულზე. ეს არის 3 მილიონ ნახევარი. 0.3%, ის 0.3%. 3 მილიონი ნახევარი საიდან გაიგო? ისდომილება, რომელიც მისაღებია ყველგან. ეს არის საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც რომელსაც უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ქალბატონო სალომე. ეს შედის 1,200,000, რომელსაც არ აქვს უფლება რომ მიიღოს მონაწილეობა. რომელიც გასულია ქვეყნიდან, მაგრამ ჩვენ ვერ ჩამოვართვეთ ხვის უფლებას, იმის გამო რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ჩამობძანდეს 4 იანვარს. ქალბატონო სალომე, ხა თუ გვინდა სიღრმისეულდება, სიღრმისეულად ვიდეო თემაზე ხა ეს ზედაპირული შენიშვნები თუ ბატონო ეხლა თქვა ქალბატონმა სალომემ რომ თქვენ ალბათო გახსოვთ ადგილობრივი არჩევნები მე როგორ მოვიქეცი მეორე დღეს როდესაც თქვა რაღაც შედეგი არ აღმოჩნდა მისთვის დამაკმაყოფილებელი თუ მოხდება ისე რომ არჩევნებში გაიმარჯვებს ლევან გაჩეჩილაძე შეეგუება თუ არა ამას ხელისუფლება ვაშკაცობა არის იგივე შეკითხვას რატო არ გისვათ რომ თუ სააკაშვილი გაიმარჯვებს არა მეორე მხარეს ვეკითხები უკაცრავად საერთოდ მე მგონი ჯერჯერობით ამ თემაზე ყველა სხვა კანდიდატი საუბრობს გარდა სააკაშვილისა და დაახლოებით 5 კანდიდატმა თქვა რომ თუ მე არ გავიმარჯვე მაშინ მე გამოვალ ქუჩაში და დავიწყებ არევას და ერთ ამბავს. ეს თქვა 5 კანდიდატმა და პრეზიდენტი უნდა გახდეს ერთი და რანაირად ხდება. ეს თქვა შალვა ნათელაშვილმა, ეს თქვა ამათმა კანდიდატმა ბატონო, ეს თქვა ამას იმუქრება და პირდაპირ ახორციელებს ეგერ უკვე ბადრი პარტაკაციშვილი. ხო, იქ რაღაც კინკრიხოებზე იყო საუბარი, შეიძლება თქვენ ვერ გაიგეთ, მაგრამ ესე რაც შეეხება კინკრიხოების თემა მერე დაგიგება. რაც შეეხება იმას, ვაშკაცობა არის ერთი, რომ თუ მოიგებ, შენი მოგება უზრუნველყო და შენი მოგება დაიცვა და ესე ჩვენ გავაკეთეთ 2003 წლის 2 ნოემბერს და ვაშკაცობა არის ის რომ თუ დამარცხდი უნდა აღიარო შენი დამარცხება. აი ეს არის ფორმულა რომელთაც ჩვენ ხელმძღვანელობთ. ჩვენ მოგებას არ დაუთმობთ არავის, მაგრამ წაგების შემთხვევაში ჩვენ წაგებას ვაღიარებთ. აი ეს არის განსხვავება ჩვენსა და აი ამ კანდიდატებს შორის, რომელიც 5-ვე კანდიდატი გაიძახეს, რომ თუ მე არ მოვედე და თუ ეს არის ელემენტარული შეურაცხყოფა ამომრჩევლის, როდესაც წინასწარ 11 დღით ადრე აცხადებ, რომ მე გავიმარჯვებ და თუ მე არ გავიმარჯვე, მაშინ გამოვალ ქუჩაში და ქვეყანას ავრებ. მთელი ამ ხნის განმავლობაში და მთელი თბილისი, მთელი საზოგადოება საუბრობს ამაზე. მთელი საზოგადოება საუბრობს ამაზე, რომ თქვენი პირველადი ორგანიზაციები, რომ მთლიანად მთელი ძირითადი უმრავლესობა ოპოზიციური სპექტრისა რამდენიმეს გამოკლებით. ემზადება არა 5-ისთვის, არამედ 6-ისთვის. თქვენ ამბობთ ამას. იმიტომ რომ არის გამოთქვა ესეთი სხვათა შორის. ქალბატონ სალომე, კორექტულობისგან მოგიწოდოთ თუ შეიძლება. თქვენ ამბობთ ამას არის ესეთი გამოთქვა. ეს ხალხი არ ემზადება 5-ისთვის, არამედ ემზადება 6-ისთვის. შენ ემზადებით 5-ისთვის. თელმა საზოგადოებამ. იმიტომ რომ დაინახეს რომ მათი პოზიციები არის სუსტი. არის ესეთი კარგი გამოთქვა, ცოტა შეიძლება ვულგარულია, მაგრამ ძალიან საინტერესოა. Плохому танцору яйца мешают. აი ეს არის აი ამ ხალხის პრობლემა. დაინახეს წინასწარ თავის უსუსურობა და დაიწყეს ისევ ქვეყნის არევა. მეგობრებო, თქვენი ამ ხალხზეა საუბარი, ვინც ეს არის საუბარი ძირითად ოპოზიციის, ეს არის საუბარი ასევე ბატონ გელბახიანზე, ეს არის საუბარი ბატონ პატარკაციშვილზე, ეს არის საუბარი მათ პოლიტიკურ ლიდერზე და ძალიან ბევრ ადამიანზე, რომელთაც აკავშირებთ იმ პოლიტიკურ სპექტრთან, ამ პოლიტიკურ სპექტრს. მაგალითად ბატონ გოგა ხაინდრავაზე. აი ეს არის ერთი მხრივ ვითომ ვემიჯნებით, მეორე მხრივ სინამდვილეში, კი, ბევრი პარტია ხარ და თვითონ შეიძლება ვერ აკონტროლებთ რომელი პარტია ვისთან რა ის იმაშია, რა ქვია, გარიგებაში. აი ეს არის პრობლემა, მაგრამ მეგობრებო, 5-ში ვინც გაიმარჯვებს ის. ვინც გაიმარჯვებს ის, 5-ში გაიმარჯვებს ის. ვისი მხარდაჭერაც აქვს ხალხს. ჩვენი პრეტენზია თქვენ და მე სწორედ იმაშია, რომ თქვენ არ აძლევთ ხალხს საშუალებას მონაწილეობა მიიღოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ეს ჩვენ დავინახეთ არჩევნების დანიშვნის დღიდან. ეს არის არჩევნებზე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც კანდიდატები გადაადგილდებოდნენ, შედიოდნენ ყველა თეატრში, ყველა კინოში, ყველა დარბაზში. მაგრამ თავისუფალი გადაადგილება. ეს არის მორიგი წვილი, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქმნიან ფონის შესაქმნელად. არა 5-ის არამედ 6-ის. ბატონო, საკმარისია დაასრულოს ბატონმა დავით უსუფაშვილმა მოგცემთ სიტყვას. ჩვენ გვისმენს საქართველოს დიდი ნაწილი დღეს.
და მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის რა ხდება ბატონო გიგი ადგილებზე. ძალიან კარგად იცის. ძალიან კარგად იცის როგორ იქცევა თქვენი ხელისუფლება. თვითვეული საჯარო მოხელე, რომელიც აღჭურვილია რაიმე უფლებამოსილებით აქვთ, რაიმე გავლენა მოქალაქეებზე, რა გზები და რა საშუალებებით აპირებენ თქვენი გამარჯვების უზრუნველყოფას. თქვენ კარგად იცით რა დავალებები გაქვთ მიცემული. დატარორებულები ხართ ნამდვილად. ჩვენ არა, მაგრამ მოსახლეობა ბატონ დათოს ვაცადოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ თუ კარგად დაფიქსდებით ერთხელ მაინც საპარლამენტო არჩევნებს სწორედ იმიტომ ვითხოვდით, რომ ამ საქართველოში შექმნილიყო პრეცედენტი სამართლიანი ობიექტური არჩევნების, რომელიც არის უკიდურესად აუცილებელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტის გამტკიცებისთვის. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არც ერთხელ არ მომხდარა შვიდობიანი გზით რაიმე კატაკლიზმების გარეშე ხელისუფლების შეცვლა. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ამბავი. ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატის უმთავრესი საარჩევნო განაცხადი. სწორედ იმიტომ არის ის, რომ მე მოვალ, გავაკეთებ ჩემს საქმეს და წავალ, რომ შეიქმნას ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომ არც ერთმა პრეზიდენტმა, არც ერთმა მთავრობამ და ხელისუფლებამ მომავალში აღარ გააკეთოს ის, რასაც აკეთებდა მოქალაქეთა კავშირი და რაც გააკეთეთ თქვენ. აი ამ გზებით არჩევნებში გამარჯვებისთვის რომ მივიძით. მე ვიდრე ბოლო შეკითხვას დავსვამ მაგიდასთან დარბასთან მინდა შეიძლება. პარტიოსან კონკურენციაში დამარცხება ეს არის ვაჟკაცობა. ეს არ არის პრობლემა. რა გითხარით? პარტიოსან არჩევნებში ჩვენ და ჩვენი კანდიდატი დამარცხების აღიარებისთვის მზად ვართ. მაგრამ არჩევნები დარჩენილია 12 დღე და ჩვენ პარტიოსანი არჩევნების ნასახსაც ვერ ხედავთ საქართველოში. სწორედ ამიტომ ვლაპარაკობთ ამ ყველაფერზე და გავაგრძელებთ საუბარს ჩვენ ხალხთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან და ასე მივახცევთ გამარჯვებას. არ მოგცემთ თქვენ საშუალებას გაიფორმოთ გამარჯვება თუ თქვენ ხალხმა ეს არ მოგაკუთვნათ. თუ ხალხმა მოგაკუთვნათ, მშვიდობაში მოგახმაროთ ეს ხელისუფლება კიდევ უფრო. თუ ხალხმა მოგაკუთვნათ, მშვიდობაში მოგახმაროთ ღმერთმა ეს ხელისუფლება. ბატონო დავით, რა გინდათ? თქვენ კიდევ აკეთებთ განცხადებას, რომ ოპოზიცია მაინც და მაინც ემზადება გამოსვლისთვის ექვსში. არა, აქ პრობლემა ამბობენ რომ თუ ხალხი მოგცემთ ხმას, ჩვენ ვაღიარებთ გამარჯვებას. აქ პრობლემა არის ინგა იმაში, რომ არის ორი რადიკალურად განსხვავებული ქცევის სტილი ოპოზიციის. ერთი არის საჯარო ქცევა და მეორე საქცევა იქ, სადაც საქმე ეხება კონკრეტულ საქმეს. მე წაგა გითხარით, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვადებში დადგენილ პერიოდში არც ერთი განაცხადი არ შესულა სიის დაზუსტების ოპოზიციის მხრიდან. ამის შემდეგ შევიდა რამდენიმე განაცხადი. ჯამში შევიდა არა მე გეტყვით ჯამში შევიდა 10,000 ადამიანზე განაცხადი ოპოზიციის მხრიდან როგორც არის ეგრეთ წოდებული კვტარისული და 1120 გაორების ფაქტი რომელიც პირადად მიაწოდა რესპუბლიკურმა პარტიამ. ხა მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად იმ თქვენი ორი თანამშრომლის მიმართ როდესაც საუბრობთ ისეთ სერიოზულ თემაზე როგორც არის რომ ამ ქვეყანაში ყალბდება საარჩევნო სია ვიყოთ უფრო პასუხისგებელი მიიტანეთ მაშინ ეს მონაცემები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 11,120 ადამიანი 3,400,000 არ ნიშნავს იმას, რომ სია ყალბდება. ეს არის სია, რომელშიც ცდომილება არის 1%-ზე ნაკლები. მაშინ თუ ყალბდება, ბატონებო, მიბრძანდით, მიიტანეთ საარჩევნო კომისიაში ფაქტები და თუ საარჩევნო კომისია ამას არ შეასწორებს, გამობრძანდით მაშინ და მაშინ გექნებათ სრული უფლება იყოთ კრიტიკულები ჩვენი მისამართით. ამიტომ თუ შეიძლება იქ დავასრულებ, მე რაც განსაკუთრებით მაჩფოთებს არის ის, რომ აი ესეთი ტიპის ორი რადიკალურად განსხვავებული ქცევა ძალიან კარგად ჯდება იმ ფორმულაში. მე ისევ მეორე არ ვსაუბრობ თქვენს კავშირზე გელბახიანთან, მაგრამ ფორმულა, რომელიც მათ დღეს ჩამოაყალიბა, რომ თავარია შევქმნათ ფონი და თავარია შევქმნათ საზოგადოებრივი განწყობა, რომ არჩევნები ყალბდება და მერე გაყალბდება თუ არა, ამის გამგები არავინ აღარ არის. აი ესეთი ქცევა სტანდარტთა ქცევას რაც შეეხება, ეს ძალიან სერიოზული თემაა და ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვინ იქცევა ასე, ვინ ლაპარაკობს სამართლიან არჩევნებზე და მე მათი წარმომადგენლები მთელ საქართველოში რაც ჩადიან ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ამას ხალხი ხედავს. კონკრეტულ ფაქტს გეტყვით. კი ბატონო, შეიქმნა ეგრეთ წოდებული სამუშაო ჯგუფი საარჩევნო საკითხებში ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით. ქალბატონმა ბურჯაანძემ შექმნა ეს ჯგუფი. მან არ გაიზიარა ჩვენი წინადადება, რომ ამ ჯგუფში თავიდანვე ყოფილიყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, ყოფილიყო სახალხო დამცველი, რომ ამ ჯგუფს ქონოდა ნდობა, მათ მიემართათ მოსახლეობას რომ მიემართა მისთვის. შეიქმნა ეს ჯგუფი. ამ ჯგუფმა გითხრა რომ კი ბატონო მოგვიტანეთ ფაქტები, ჩვენ ამაზე რეაგირებას გავაკეთებთ, ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ. საცდელად მივიტანეთ რამდენიმე ფაქტი. ჩვენ გვაქვს ამხელა დოკუმენტები, იქ მივიტანეთ რამდენიმე, იმიტომ რომ იმ ხალხსაც უგთხილებით ჩვენ, ვინც ჩვენამდე მოდის და ჩივის, იმიტომ რომ ჩაუგდოთ ეს ხალხი ისე ვიმათვე, ვისი დავალებითაც მათ პრობლემებს უქმნიან, მოგეხსენებათ პრობლემური ამბავი. მივუტანეთ კონკრეტული ფაქტი, როდესაც მაგალითად კასპში პოლიციის უფროსის მოადგილემ
ტელეფონით განახორციელა მუქარა, დაიბარა საკრებულოს ერთ-ერთი წევრი თავისთან, თუ არა დაიცოდა რომ მოვალ და ხელბორტილები წაგიყვან. რატო? იმიტომ რომ 2 დღის წინ ის კაცი შემოვიდა რესპუბლიკურ პარტიაში. ამის თაობაზე ურეკავ ამ ჯგუფის ხელმძღვანელს. მეუბნები, აბატონო, ფაქტი. 10 წუთში ზარი უკან. მე ვესაუბრე პოლიციის უფროსის მოადგილეს და მან ბრძანა რომ ეს კაცი ინტრიგანია და რაღაცებს იგონებს. მათი გადამოწმებული ფაქტები. მაშინ უკვე მე გავხდი იძულებული დამეფიქსირებინა ის ტელეფონი, აქ მაქვს წამოღებული თვითონებად მოგართმევთ, რომ სწორედ ამ პოლიციის უფროსის მხრიდანაა შემოსული ეს ზარი მოქალაქეზე. შემოგიტანა და გეთქვა პირდაპირ ეთერში. რა? ნომერი და უნდა იცოდეს ყველამ ყველაფერი იცის, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძე მიცის ეს ყველაფერი. თქვით, აი აქ გაახმოვანეთ. აქ გაახმოვანეთ, ჩვენ არ გაახმოვანეთ, აქ ბატონო დავით. აქ იმაზე კი არ არის საუბარი. არა, აქ იმაზე კი არ არის საუბარი. პოლიციის უფროსის მოადგილე. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ დარბევა შეიძლება იყოს საარჩევნო პროცესში. დღეს გვეუბნება რომ ასეთი რამ იგეგმება და ეს პრობლემაა ქვეყნისთვის. ქალბატონმა ბურჯანაძემ კეთილი უნდა ინებოს და უნდა თქვას, უკვე რა ხდება ამ ქვეყანაში. არჩევნების გაკეთება. იმაზე კი არ არის საუბარი, ამ ქვეყანაში იმაზე რომ ფონი არ უნდა შეიქმნას ამ დარბაზს. ერთი წუთით მოდით ერთად მოусმინოთ დარბაზს თუ შეიძლება. მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დავსვა, რომელიც არის ინტერაქტივში გამოტანილი. როგორი იქნება 6 იანვარი დაახლოებით ჩვენს გადაცემას ქვია ასე სათაურად 6 იანვარი. მოდით ქალბატონი სალომეს დედა ესწრება ჩვენს გადაცემას ქალბატონი ზეინაბ. თქვენი აზრით, პროგნოზით, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება 6 იანვარი საქართველოში? მე ვფიქრობ, რომ 5-ს გავიმარჯვეთ და ძალიან კარგად იქნება ყველაფერი. კარგით, ძალიან კარგად იქნება ყველაფერი, გავიმარჯვებთო. ლელა მესხი არის აქ სტუდიაში. მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. აი, როდესაც არის ინტერაქტივის კითხვას გავიმეორებ, ანუ არის თუ არა მოსალოდნელი დესტაბილიზაცია, რომელზეც საუბრობს ხელისუფლება. აი, თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს, თქვენი მოსაზრებით? არა, დესტაბილიზაციის თაობაზე ბატონო გიგი, დამეთანხმეთ დღეს გააკეთა ნინო ბურჯანაძემ განცხადება, რომ ჯერ კიდევ არ არის საფრთხე აღმოფხრილი, ეს არის სიტყვით მისი განცხადება. მოგესალმებით, აი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში სულ მესმის ეს 6 იანვარი უფრო მეტად ვიდრე 5 იანვარი. მე როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე მე მოვედი ჩემი სურვილით, რომ გამომეხატა დღეს აი ამ სტუდიაში. მე დღეს რაც მოვისმინე, მე დღეს ორ კანდიდატის დებატებს უსმენდი და იცით რა, მე ცოტა შოკირებული დავრჩი იმითი, რომ ჩვენ საუბრობთ არა აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს იმ 5 იანვარს. დღეს რაც მოვისმინეთ ჩვენ დღეს ერთ-ერთი კანდიდატის მიერ იქნება მოუწოდებს ადამიანებს რომ გამოდით და მოუწოდებს ყველა ქართველ ხალხს რომ გამოდით ან გადაგიხდეთ ფულს და დესტაბილიზაცია უნდა მოვახდინოთ იმიტომ რომ თბილისელების რეალურად აგდებას რა უნდა ანუ ჩვენ არ ვლაპარაკობთ აქ იმაზე რომ დღეს გაიმარჯვებს ერთი თუ მეორე კანდიდატი დღეს ორი ოპოზიციური პარტია უნდა იყოს აღშფოთებული აი იმ ფაქტით რაც მოხდა დღეს რეალურად დიდი მადლობა. თუ შეიძლება აქეთ ფანგზე 6 იანვარი გისმენთ? თუ შეიძლება მე ვეტყვი ბატონ გიგის ერთ შეკითხვას. ბატონო გიგი, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ მთელი ოპოზიცია დღეს გამოდიხართ ერთი კაცის წინააღმდეგ, სააკაშვილის წინააღმდეგ. ჩვენ 2003 წელში ვიდექით და ჩვენი სლოგანი იყო საქართველოს შევარდნაძის გარეშე, ხომ? ხომ იყო ესე? და ეხლა მე გამაკვირვა იმან რომ თქვენ თქვით დავიბრუნეთ აჭარა. აჭარა იყო თითქმის დაბრუნებული რა ქონდა იქ ისეთი დიდი სასწაული არ მომხდარა. მაგრამ ხომარჯობდა ეხლა რომ გაქვთ სლოგანი სიღარიბის გარეშე საქართველო. მაგას ხომარჯობდა თქვენ ქონებოდათ ეხლა სლოგანად საქართველო კოკოითის და ბაღაფშის გარეშე. დიდი მადლობა. აი მაშინ იქნებოდა ზუსტად აჭარის დაბრუნება გამართლებული იქნებოდა. დიდი მადლობა ქალბატონო. ერთი წუთი თუ შეიძლება ემოციები ყველამ შეიკავეთ. ჩვენ სრულად ვერთდები. რაც შეეხება ის შევარდნაძე, ჩემო კარგო, ჩვენ სამართლებრივი ქვეყნის აშენება გვინდოდა და დღეს შევარდნაძე ბამბის ქულაში ყავთ გახეული და თქვენს კულტურის მინისტრთან ერთად გერმანიაში დაბრძანდება წიგნების პრეზენტაციაზე. გიგი უგულავას მისამართით იყო ეს შეკითხვა დასწრული. გაეცით პასუხი და ბატონ გოგას. შევარდნაძეს ქულებში ახოდი. ბატონო. არა, სლოგანის თაობაზე ხომ არ გასცემდი. მე სრულად ვერთდები იმ პათოს. და სწორედ საქართველოს კოკოითის და საქართველოს ბაღაფშის გარეშე. ეს არის ის მომავალი, რომელსაც ჩვენ სააკაშვილი
თან ერთად თითოეული ჩვენი თანამოქალაქე ერთად მიაღწევს. დიდი მადლობა. სააკაშვილის სახელთან არის სწორედ დაკავშირებული ჩემთვის პირადად და უმრავლესი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში. აფხაზეთის დაბრუნება და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება. დიდი მადლობა. ბატონო გოგა, გისმენთ? გოგა მარგოლაშვილის საძებს სიტყვას გისმენთ? სწრაფ მე მგონი თავარი პრობლემა არის იმაში, რომ წარმატებულ და სამართლიან არჩევნებად თვლიან იმ არჩევნებს, რომელშიც მხოლოდ თვითონ გაიმარჯვებენ. თუ თვითონ არ გაიმარჯვა, ყოველ მხარე, თუ თვითონ არ გაიმარჯვა, სამართლიანად ამ არჩევნებს არ თვლის. ეხლა დღევანდელი სიუჟეტი მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველანაირად იყო მცდელობა ამ სიუჟეტიდან წასვლის, დღევანდელი სიუჟეტი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ როგორ ემზადებიან უკვე წინასწარ ცნობილი, ვისთვისაც არის რომ არჩევნებს წააგებს, დარწმუნებულია იმაში რომ წააგებს, იმიტომ რომ სხვანაირად მაშინ არანაირად არ დაჭირდება ამ ძალას დაგეგმოს 6 იანვარი, დაარაზმოს ხალხი, მოიზიდოს თანხები ამისთვის, გაწეროს ზუსტად ვინ, რა, როგორ, რატომ, სად უნდა იმოქმედოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი საღად აფასებენ სიტუაციას, მათ იციან, რომ ვერ მოიგებენ არჩევნებს და ერთადერთი იმედი არის არეულობა, სხვა არაფერი. დიდი მადლობა. გისმენთ? თუ შეიძლება აქეთ ფლანგზე, გისმენთ? მოგესალმებით. აქ რამდენჯერმე დაისვა ეს კითხვა, რა იქნება 6 იანვარს. 6 იანვარს გაიშლება ძალიან დიდი სუფრა და ჩვენ აუცილებლად დაგპატიჟებთ ქალბატონო ინგა. აუცილებლად მოვალ ამ სუფრაზე თუ კი დამპატიჟებთ, რა თქმა უნდა, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დაუბრუნდები ჩვენ სტუმრებს და მე მათთან დავსვავ ბოლოს შეკითხვას, ასევე დარბაზსაც რა თქმა უნდა გექნებათ საშუალება. გაცეთ პასუხი, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება 6 იანვარი და რას ნიშნავს, როდესაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დღეს საგანგებო განცხადებაში ამბობს, რომ ჯერ კიდევ საფრთხე არ არის აღმოფხრილი. რამდენიმე წუთში ჩვენ ეთერში. მაშასე ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში და მე მინდა რომ ჩვენს სტუმრებთან მაგიდის გარშემო ბოლოს შეკითხვა დავსვა. გადაცემის მეორე ნაწილში კი თქვენ ნახავთ ლევან გაჩეჩილაძის წინასაარჩევნო შოუს პრაიმ ტაიმში საკუთარ მხარდამჭერებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად. მანამდე კი მინდა დავსვა ბოლოს შეკითხვა თქვენთან. რატომ უნდა მისცენ ხმა ლევან გაჩეჩილაძეს? ქალბატონო სალომე, მოდით დავიწყოთ თქვენგან. ხო, მე იმითი დავიწყებდი მაინც, რომ იმედი მქონდა, რომ ჩვენ მეტი დრო გვექნებოდა სწორედ, რომ ამ პოზიტიურ ნაწილზე გველაპარაკა და არა რომელიმე სხვა გუნდის დანაშაულზე, ან ამ ქვეყანაში პრეზუმპცია როგორც ჩანს არ არსებობს მათი დღევანდელ ეჭვმიტანილობაზე. რომელიც ნაკლებად მაინტერესებს მე მაინტერესებს სწორედ იმის წარდგენა თუ ჩვენ ვინა ვართ, რა ვართ და რისთვის მოვდივართ და მოვდივართ სწორედ რომ ის ერთპარტიული სისტემა რომელიც დამკვიდრდა საქართველოში სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე და ჩვენ და ყველანი მე მგონი სხვა იმედებით ვიყავით 2004 წელში და სრულიად არ ველოდებოდით რომ აქეთკენ წავიდოდა და ჩვენ გვინდა რომ აღვადგინოთ ის ყველაფერი რისთვისაც ქართული ხალხი გამოვიდა თავის დროზე, ესე იგი პირველ რიგში სასამართლო, მეორე კერძო საკუთრების დაცვა და სრული დაცვა ბოლომდე, იმიტომ ეს არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელზედაც აშენებული არის დღევანდელი ცივილიზებული სამყარო და ამის გარეშე არ შეიძლება რომ თანამედროვე ქვეყანა არსებობდეს და მერე მოხდება და ამიტომ მოხდება სიღარიბიდან გამოსვლა საქართველოში და ამიტომ ჩაიძირა საქართველო სიღარიბეში, როცა კერძო საკუთრება არ არსებობს და სასამართლო არ არსებობს, ცნობილი წესი არის, რომ ეკონომიურად ადამიანები აღარ მოქმედებენ, გაყინულები არიან და ეს არის ის, რაც მოხდა დღეს. პლუს მოხდა ის, რომ ბიზნესები არიან ასევე რაკეტის და ტერორის ქვეშ და იხდიან ყოველ მეორე დღეს ფულს იმ ხაზინაში, რომელიც მერე ამარაგებს კანდიდატს და მის ბილბორდებს, ჩვენ ვხედავთ ქალაქში თუ რამდენი ბილბორდი არის და მიშას გარდა ვეღარ გაიხედები ქალაქში, რაც ცოტა არ იყოს მძიმე არის ამ საომარ სიტუაციაში, რომ ყოველ წუთში დაინახო მიშა, ამაში ძალიან დიდი ფული იხარჯება და ეს არის ის ფული,
რომელიც ნორმალურ ქვეყანაში ბიზნესიდან უნდა მიდიოდეს სწორედ დასაქმებაზე. და არა ხელისუფლების საქმე არ არის რომ დაასაქმოს ხალხი. ხელისუფლების საქმე არის და ჩვენ ამას ვპირდებით ყველას, რომ დაეხმაროს ბიზნესს, დაეხმაროს კერძო ადამიანებს, რომ თვითონ მონახონ თავიანთი საშუალება დასაქმებისთვის და ეს იქნება ის ნორმალური საქართველო, რომელზედაც ჩვენ ვოცნებობთ, რომელზედაც თქვენ ყველანი ვოცნებობთ და რომელსაც არ ჭირდება არც ბელადი, არც ტერორი, არც რაღაცა სამოქალაქო ომების დაშინება ხალხის. ჩვენ ყველანი არავით არის გადატრიალება არ გველოდება. გველოდება 5 იანვარს ჩვენი ნორმალური გამარჯვება და შემდეგ ძალიან დიდი მუშაობა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მუშაობა გველოდება პირველ რიგში გამარჯვება. რატომ უნდა მისცენ ხმა მიხეილ სააკაშვილს? რა სიტყვის მისი შტაბის ხელმძღვანელი? პირველ რიგში ხელმძღვანელი არა შევასწორებ, მხოლოდ და მხოლოდ სპიკერი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მიხეილ სააკაშვილს ხმა უნდა მიცენ, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნის წინსვლის გაგრძელება. ის რაც გაკეთდა 4 წელიწადში ქვეყანაში და კარგად გაიხსენეთ, გაბატონებულო მე თქვენ არ გიშლიდით, მიუხედავად იმისა, რომ მეც მქონდა ჩემი შენიშვნები თქვენს მიმართ, მაგალითად სასიხარულოა, როდესაც თქვენ პროგრამაზე საუბრობთ, იმიტომ რომ მე შემიძლია თქვენი ინტერვიუ გაჩვენოთ, სადაც ამბობთ, რომ პროგრამა არ გვაქვს და არც ვაპირებთ ვიქონიოთ და ეს არის ფიგაროსთვის, ეს არის ფიგაროსთვის მიცემული. ეს არის გაზეთ ფიგაროსთვის მიცემული ინტერვიუ, რომელიც უნდა გახსოვდეთ. ამიტომ მე მოხარული ვარ, რომ თქვენ პროგრამაზე საუბრობთ. მე არ შემიწყვეტინებია. გადავხედოთ იმ ლოზუნგებს, რომლითაც იმ დაპირებებს, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი მოდიოდა 4 წლის წინ საქართველოს აბაშიძის გარეშე. საქართველოს უშუქობის და სიბნელის გარეშე, საქართველოს კანონიერი ქურდების და კრიმინალის გარეშე, საქართველოს კორუფციის გარეშე და დავფიქრდეთ, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანი, რომელიც განახორციელებს დღევანდელ მთავარ აქტუალურ ლოზუნგს საქართველოს სიღარიბის გარეშე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი არის ეს ადამიანი და ეს გუნდი. და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კანდიდატი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში წინსვლის გაგრძელებას. აი ეს არის ის, რის გამოც ჩვენ უნდა მივცეთ ხმა. დიდი მადლობა. ეს იყო დავით ბაქრაძის ბოლოს სიტყვა ამ გადაცემაში. ბატონო დავით, ასევე ბოლოს სიტყვა თქვენი დღეს. ლევან გაჩეჩილაძეს ხმა უნდა მივცეთ, იმიტომ რომ საქართველოსთვის ამ ძალიან მძიმე ჟამს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაიაზრა ის პასუხისმგებლობა და ის როლი, რომელიც დღეს შესასრულებელია ვინმეს მიერ და ასეთი გამოჩნდა სწორედ ლევან გაჩეჩილაძე. ეს როლი მდგომარეობს შემდეგში. საქართველოს უნდა დაალაგდეს და ხელისუფალი, რომელიც იქნება არჩეული 5 იანვარს, არ უნდა იყოს იმ ტიპის ხელისუფალი, რომელიც მერე იმ ყველა მანქანის საშუალებით, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება იყენებს, შეეცდება თავისი პოლიტიკური ძალის გამარჯვებას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და გააგრძელებს იმ მოჯადოებულ წრეს, რომელშიც ვიმყოფებით ჩვენ, ქართული საზოგადოება და რომელშიც ცხოვრებაც მოგწყინდა ყველას ერთად. მოგწყინდა, იმიტომ რომ ასე ცხოვრება შეუძლებელია, ასე მუდმივი სტრესების ქვეშ ყოფნა შეუძლებელია, პოლიტიკის ასე დაბინძურება შეუძლებელია და გაუმართლებელია. ლევან გაჩეჩილაძეს უნდა მივცეთ ხმა, იმიტომ რომ მას მხარს უჭერს სრულად განსხვავებული პოლიტიკური წარსულის და მომავლის პოლიტიკური ძალები. იმიტომ რომ ლევან გაჩეჩილაძე არის კონსენსუსის შედეგი ამ პოლიტიკურ ძალებს შორის. ლევან გაჩეჩილაძეს ხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს, იმიტომ რომ ლევან გაჩეჩილაძის პრეზიდენტობის პირობებში გარანტირებული იქნება კანონის უზენაესობა, სამართლიანი პოლიტიკური კონკურენცია, ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის დღეს ხელისუფლებაში მყოფ ძალას, თუ მას ექნება სურვილი არჩევნებში მონაწილეობის, ექნება გარანტირებული, რომ საზოგადოებას გააცნოს მართლა თავისი პროგრამა. იყოს გარანტირებული ის, რომ იმ არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ გააგრძელოს ამ ქვეყნის შენება და დასრულდეს ის ეპოქა, რომელიც სააკაშვილმა 4 წლის განმავლობაში შესთავაზა საქართველოს და ამ ეპოქის სახელია საქართველოს კანონის გარეშე. აი ამას მიაღწია სააკაშვილმა და ეს უნდა დასრულდეს. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო დავით უსუფაშვილი, გიგი უგულავა და შემდეგ ბოლოს შეკითხვა დარბაზთან და გადაცემის ეს ბლოკი დასრულდება. გისმენთ ბატონო გიგი? ბევრი მოწყენილი კანდიდატები გვყავს ჩვენ. რატომ? არაფერი ეთხოვოდა ქალბატონ სალომეს მოწყენილობას მე პირიქით ბატარკაციშვილმა თქვა მოწყენილი ვარო და ასე ეს ცინიზმი. ამაზე ლაპარაკი მეტი არაფერზე. საზოგადოებას მოწყინდა აი ეს ცინიზმი თქვენ. კარგი, თუ შეიძლება დებატების გარეშე გისმენთ? თუ რატომ უნდა მიცეთ სააკაშვილს ხმა და რატომ უნდა ავერჩიოთ სააკაშვილი? მე ამას ჩემი გადმოსახედიდან ვიტყვი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე ერთი ხმა მაქვს და ჩემ საარჩევნო უფლებას გამოვიყენებ. გაგიშვიდებათ და გკითხავთ, ვის აძლევთ თქვენსაც? მიხეილ სააკაშვილს.
მიშას აქვს ერთი თვისება. მიშა არის მიზანდასახული და მას აქვს ის თვისება, რომ თუ რაიმეს დაისახავს მიზნას, ის აუცილებლად მიაღწევს. მან დაისახა მიზნად საქართველოს კორუფციის გარეშე, ჩვენ ეს მივაღწევთ. მან დაისახა უშუქობის გარეშე, ჩვენ ეს მივაღწევთ. მან დაისახა დღეს საქართველოს სიღარიბის გარეშე. ჩვენ ამას მივაღწევთ აუცილებლად. მივაღწევთ იმასაც და მიშას სახელთანაა სწორედ დაკავშირებული საქართველოს გამარჯვება, წინსვლა და აფხაზეთში დაბრუნება. ეს არის მთავარი, რაც არის ამ ადამიანთან დაკავშირებული. მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. ამიტომ ვაძლევ მე მას, როგორც რიგითი ამომრჩეველი ხმას და ამიტომ უდგება მას მე გვერდზე. აი ეს არის ორი მთავარი არგუმენტი ჩემთვის და ძალიან ბევრი ქართველი ადამიანის, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და რომელიც მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს. დიდი მადლობა, ეს იყო გიგი უგულავას ბოლო გამოსვლა გადაცემაში. ბატონო ბაკო, თუ შეიძლება ბოლო კითხვას ვსვამ. ძალიან თქვენი პროგნოზი არჩევნებთან დაკავშირებით, შემდეგ აქეთ და ამ ბლოკს დავასრულებ. სანამ პროგნოზს ვიტყოდე, თუ შეიძლება იმას გავაგრძელებ, ბატონმა დავითმა ბრძანა წეღან, რომ რაღაც გაურკვეველი მომავლის ძალები არიანო, თითქოს ესე მომესმა ოპოზიციაში და განსხვავებული წარსულის და განსხვავებული მომავლის ბატონო ჩემო გაურკვეველი მომესმა უკაცრავად და ერთი შემთხვევა გამახსენდა. ერთი მეგობარი მყავს, რესპუბლიკური პარტიის წევრია სხვათა შორის და ამას წინათ მართალიას იყო ნოემბრამდე, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს უწოდა ვაკის შალვა ნათელაშვილი. კარგით. თუ შეიძლება რატომიდახი ამას? არა, ამაში დაჩადე. ასევე. აი ესაა სახე. ესაა სახე. თქვენი მორალის და გმეობის, აი ეს არის ყველაფერი. აი ხელისუფლების სახე. თუ შეიძლება. ხელისუფლებაში არ არის მე მგონი ბატონი ბაკური გისმენთ? ასევე ვისწრაფ ერთ ადამიანს, ახლო მეგობარია ისიც ჩემი, ისიც რესპუბლიკური პარტიის წევრია სხვათა შორის, რომელიც მას შემდეგ რაც დასახელდა მათ კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე, იყო დეპრესიაში. არა, ისე მე ვერ ხვდები უკაცრავად. ნათელაშვილს თუ კი გიწოდებე, რატო არის ეს შეურაცხყოფა? არა, ვიტყოდ შეურაცხყოფა, ნიჭიერი ადამიანია შალვა ნათელაშვილი. არა. მე ამიცი გამაყობ. ვარკეს ანუ ამ ყველაფერს იმის თქმა მინდა, რომ ესენი არიან ძალიან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან არიან გაერთიანებული ხელოვნურად. არაფერი ხელოვნურად, საქართველოს ირგვლივ. ჩემს გამოთქვა, უბრალოდ. თქვენი აზრით, ჩვენ გაერთიანებაზე როგორ შეიძლება? თუ შეიძლება, ქალბატონო სომ, თქვენი ამომრჩევლების ხედავთ. ცოცხალი ის არ თქვენი ამომრჩევლების ხედავთ. ცოცხალი იქნება ეხლა 2 წუთში კიდევ უფრო ცოცხალი შოუ, იმიტომ რომ მოდის პრეზიდენტობის კანდიდატი ნომერი 1 და ჩვენ მასაც უნდა მოვუწმოთ. კარგი, გისმენთ. რაც შეეხება არჩევნებს, ჩემი აზრით ის სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდება. ასე ფიქრობ თქვენ? კარგი. დიდი მადლობა და სულ ბოლო რეპლიკა დარბაში და მე ვასრულებ ამ ბლოკს. მინდა მოგილოცოთ 25 დეკემბერი ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული ყველა თქვენგანს, მთელ საქართველოს, მთელ მართლმადიდებელ ქვეყანას. ჩვენ ხო არ ვაწყვეტიებთ. გამარჯვებით, რა თქმა უნდა, გაიმარჯვოს ბატონი ლევან გაჩეჩილაძე, ქართველი, მამით, დედით, ვაჟკაცი ადამიანი და პიროვნება და ღირსეული კაცი ამ ქვეყანაში და ბატონო? მე მინდა ერთი რაღაც თქვა. ერთი რაღაც დამამთავრებინეთ ძალიან ხოთ რა ქალბატონო ინგა. თუ შეიძლება შეურაცხყოფის გარეშე ქართველი კაცი. ქართველი ერთი წუთი ძალიან ხოთ რა. დაასრულეთ, მოკლედ. დაასრულეთ. და ერთი რამე მინდა ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, ქალბატონ მაიან ერთი წუთი ძალიან ხოთ. კარგით. თუ შეიძლება მე მინდა გთხოვოთ ერთი წუთი დაგექით ფეხზე და დაასრულეთ. ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, ქალბატონ მაიან ნადირას, მიხეილ სააკაშვილის დიდი სიამოვნებით გადავცემდით თენგიზ აბულაძის ფირს მონანიებას და იქიდან გამოიტანოთ დასკვნა. ამით უნდა დავასრულოთ. მაშასე ლევან გაჩეჩილაძე, ნომერი 1, ეს არის მისი საარჩევნო ნომერი. თქვენ მას რამდენიმე წუთში შეხვდებით პრაიმ ტაიმში, რა პროგრამა შემოგთავაზებთ იგი, რა სიტყვის დღევანდელ სკანდალურ ჩანაწერებზე, რას უსურვებს საახალწოდ მიხეილ სააკაშვილს და საერთოდ როგორ ფიქრობს, როგორი იქნება მისი საარჩევნო შედეგი. თქვენ მას რამდენიმე წუთში შეხვდებით. ძალიან მწვავე დებატების მიუხედავად კი მე ვეთანხმები ქალბატონ სალომეს, საჭიროა რომ იყოს ყოველთვის ცოცხალი, ყოველთვის საინტერესო და ვფიქრობ, რომ დღევანდელი დებატები ნამდვილად იყო მოსასმენად საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილი, დავით ბათაძე, დავით უსუფაშვილი და გიგი უგულავა იყვნენ დებატების მონაწილეები. ჩვენ ეთერში ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად ბრუნდებით. ვინ არის ოლიგარქი კაცო?
არაცხენია მიშა რას ლაპარაკობ? ოლიგარქიები ყველა ის, ვინც პარლამენტში ღია უცხო ახდეს სამოქალაქო ფინანსური ინტერესის ლობირება. ვინ ახდეს თქვი? ამ შემთხვევაში ინტერესის ლობირება დღეს ამ დარბაზში ახდენს თქვენი პირადი ინტერესი. რომელი ინტერესის ლობირება? რომელი პირადი შემოსავლების, თქვენი პირადი ჯგუფის შემოსავლების და იმის შემოსავლების ლობირებას, რომლის მეშვეობითაც თქვენ აპირებთ პოლიტიკაში და პოლიტიკაში. შემოსავლის ლობირებას ვახდენთ, მიშა არ აქვს თქვენია? სააკაშვილი ცალსახად ოპოზიციონერია. და ჩემთვის სავსებით გაუგებარია რატო არის ის მთავრობის შემადგენლობაში. გასაგები ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ფიქრობ, რომ მის ცხოვრებაში პოპულიზმი ბევრად უფრო წინ დგას, ვინმე საქმის გაკეთების სურვილი. აგერ დგას ჩემი ძმა, უცნობი, გაგუნა არის ჩემი შვილი, გაგა გაჩეჩილაძე. ორივეს ფიცავა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და გავალთ ბოლოში. უზრეობა უნდა დამთავრდეს. მიშა, შენ თუ ერთი ნამუსი მაინც დაგჩენია, და თუ ბოლომდე უნამუსო არა ხარ. მოდი, დაგველაპარაკე, დათმე, შენი ქვეყნის საკეთილს ღეოთ, თორე რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი დავითაო. ჩემო ქართველო ხალხო, თავისუფალი საქართველო განსაცდელშია. გაუმარჯოს თავისუფალ ქართველ ხალხთა ერთობას. ჩვენ ვერ ჩაგვაჩოჩებთ. ვერა! საქართველოს ხელისუფლებას დავანახოთ ერთი რამ, რომ ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ ვართ ერთად. ყველაფერი თავისით მოვა. გუშინ გოგირდის საბანოში მიყავი, ზიად ავდიო ხოლმე. გამოსვლის სომესზე გამახსენდა. და იქ იყვნენ კიდე ბიჭები, რომლებიც თითქოს და ალტერნატიულ სააკაშვილის კონცერტზე იყვნენ მისული ლოკომოტივის სტადიონზე სადღაც. თავისთავად ეხლა ძალიან სერიოზული ტრადიციაა თქვენი იცით. გოგირდის საბანო, ამდვილი ქართული, თბილისური, ოდისგანვე მეფეები დადიოდნენ. და ბევრ ადამიანს უყვარს იქ ყოფნა. ეს ბიჭები რო შემოვიდნენ რაღაცას იცინოდნენ და როცა რაღაცინებთ მეთქი ამისთანა და ავდექიო და შეგნებულად მივედითო იმ კონცერტზეო. რაღაცა გვინდოდაო რომ პატარა მიძახილი გადაკეთებიაო მიხეილ სააკაშვილისთვისო და ერთმაო პატარა ბიჭმაო ჩვენთაგანმაო ძალიან პატარა ხმით დაიძახაო აბა მიშა სააკაშვილი საადო და სტადიონის ნახევარმა ვირის საბანოშიო და ჩვენ ვიაროთ გოგირდის საბანოში მაშინო. ცოტა ოფიციალურად ჩაცმა დავიწყე და პერანგის ჩაცმა იმდენი მტვერი ამ ჩვენ ქალაქში რომ სამჯერ გამოცვლა მიწევს პერანგის. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ხშირად ბანაობდა ამის პირობები მაქვს. გააყავდები და კინკრეხოში მოხდება აი ვაფშილებს. სახალხო მოძრაობა ამატებს ისტორიულ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ. ლევან გაჩეჩილაძე დაიბადა 1964 წლის 20 ივლისს თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის 54 საშუალო სკოლა. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი. 1988-91 წლებში მუშაობდა სამრეწველო სავაჭრო ფირმა ლილოში. 1993 წელს ფრანკ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GVS-ი, რომელიც 2007 წელს გაყიდა. 1999 წელს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. იყო ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. 2000 წელს თანამდებობა დატოვა და ახალი ფრაქცია შექმნა. 2000 წელს ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე დაირჩიეს. 2002 წელს პარლამენტი დატოვა და თბილისის საკრებულოს წევრი გახდა. 2003 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი.
ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. მაშასე ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში, როგორც წესი, პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა ჩამოსულიყო ისევე, როგორც ჩამოდის ხოლმე ყველა კანდიდატი შემაღლებული ადგილიდან, მაგრამ მე როგორც მაცნობეს ლევან გაჩეჩილაძემ დერ შემოვიდა სტუდიაში, იმიტომ რომ გარეთ მას უამრავი მხარდამჭერი დახვდა და ჩვენი კორესპონდენტი მიშა ფეიქრიშვილი გვერდება ეხლა პირდაპირ ეთერში. მიშა, საღამო მშვიდობის, თუ შეიძლება გითხარი რა ხდება, მე ცოტა ვინერვიულე, როდესაც ვერ დავინახე პრეზიდენტობის კანდიდატი სტუდიაში. საღამო მშვიდობის, ინგა, საათზე მეტია უკვე ჩვენი სტუდიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ლევან გაჩეჩილაძის მხარდამჭერი აქცია. აქ არიან შეკრებილი ახალგაზრდები, აქ არის ლევან გაჩეჩილაძის ასე ვთქვათ მხარდამჭერი პლაკატები, საქართველოს უპირველეს ყოვლისა საპრეზიდენტო კანდიდატის მთავარი სლოგანი. როგორც გითხარით, ძირითადად ახალგაზრდების ჭარბობენ ლევან გაჩეჩილაძეს. ეხლა ტერიტორია თუ გვაქვს საშუალება ჩვენს ოპერატორს თქო რომ გვაჩვენოს რა ხდება ამ წუთებისთვის პრაიმ ტაიმის სტუდიის მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორც აგერ უკვე ვხედავ რომ ბატონი ლევან გაჩეჩილაძე უკვე მზად არის რომ შემოვიდეს თქვენთან სტუდიაში ინგა. აჰა. ბატონ ლევან, აქედან მივესალმოთ თუ როგორი იქნება გამოატაროთ უთხრათ რომ მაშასე ლევან გაჩეჩილაძე სერიოზული აქცია გამოდიოდა. მიშა მოვდივარ საქართველოს არ დაგიწყობ არა მიშა არ დაგიწყებათ ბატონ ლევან, მაგრამ გელოდები ჩვენ ეს არის ლევან გაჩეჩილაძე, პრეზიდენტობის კანდიდატი ნომერი 1, ყავს მეუღლე და 3 ვაჟი, რომლებთან ერთადაც იგი ალბათ შემოვა ეხლა რამდენიმე წუთში ჩვენთან სტუდიაში და ვიდრე თუ შემოვიდა უკვე მითხარით მე რაღაც ისეთ ექსტრემალურ სიტუაციაში. საღამო მშვიდობის. დიდი მადლობა იმისთვის რომ მოგწანდით, როგორ ხარ? მოდი. ეს არის ლევან გაჩეჩილაძის ოჯახი, როგორ ხარ? მოდი. ბატონ ლევან. აი ესე. კარგით, ეს არის ლევან გაჩეჩილაძე საკუთარ ოჯახთან ერთად. მისი ოჯახის წევრები, მისი მხარდამჭერები, მეგობრები ამ სტუდიაში თქვენ თუ შეიძლება აქეთკენ მოვძანით. ძალიან ბევრნი არიან და ვიდრე მე ბატონ ლევანთან და მათთან დავიწყებ საუბარს, როგორ ხდება 5 იანვარს პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე. მანამდე მოდით ერთად ნახოთ, მეც არ მინახავს და ძალიან მაინტერესებს კლიპი, რომელიც უცნობმა მოუმზადა ლევანს. ეს არის კლიპი, რამდენადაც მე ვიცი, მისი ბიოგრაფიული კლიპია, მისი ბავშვობიდან დღემდე ყოველგვარი შესავლების გარეშე. მოდით ერთად ნახოთ და შემდეგ დავიწყოთ. მელანი კალამი თითი და თვალი გადამიხადე ფიქრების ვალი თეთრი მთვარე და ღამურა წეში ვიცადი ჩუმად მე 100-ში 100 წერტილი მძიმე 100 და სიტყვა წინა დადება პირველად ვინ თქვა სინათლე სიბნელე ცეცხლი და წყალი ხარი დაწვიმა თოვლი და დარი სიყვარული ვაკეთოთ რამე გადავაკეთოთ სიყვარული ვაკეთოთ რამე გადავაკეთოთ ცხოველი ფრინველი ქვეწარმავალი ამ ხელა სივრცე წრეზე მავალი სიყვარული და ბრმა სიზურვილი სიკვდილ სიცოცხლის ნება სურვილი ადამიანო შენ ხარ მავალი შენ ხარ ყველაფრის ავანჩავანი ადამიანო შენ ხარ მავალი გაჟაბარეს ზემოთ თავანი სიყვარული ვაკეთოთ რამე გადავაკეთოთ სიყვარული ვაკეთოთ რამე გადავაკეთოთ
ციფრინოლია აღარ გამათი საჭმელი სასმელი აბარასელი მიწის ქვეშ არის გადასასვლელი ვერ მოამისია აქვს დეპრესია გადაგვიმალა მან ეკლესია მიმირთმევ იმას რაც კი წესია რაც იყოდეს კი დაგვიჯესია კანდიდატი ნომერი პირველი, რომელიც სულ ამბობს, მიშა მე მოვდივარ. სტუდიაში შემოსვლის წინაც ეს ფრაზა მოვისმინე, თუმცა მიშა არ დაგხვდა აქ, არ დაგხვდათ აქ ბატონო ლევან. ისე გინდოდათ მასთან დებატები, თუ როგორ წარმოგედგინათ, აი საარჩევნო კამპანიის წინ პირველი ეტაპი როგორი უნდა ყოფილიყო თქვენი და მიხეილ სააკაშვილის დებატები, თუ როგორ? ნუ დებატები მიშასთან როგორ არ მინდა, ყოველთვის მინდა, სადაც უნდა, როგორც უნდა ნებისმიერ მის თუ სხვის ტელევიზიაში დაცვით თუ დაცვების გარეშე მარსზე თუ დედამიწაზე ნებისმიერ ადგილას ვთავარ ველაპარაკო ისე რომ მაინტერესებს ხოლმე მიშა მოვდივაროელნებით ეს რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია ზეწოლას ახდენთ მასზე რაღაც თუ რამე ისეთ განსაკუთრებული იცის რას ნიშნავს ჩემი რა გითხარი ყველა საინტერესებს ანუ ყველა გამოსვლაზე სულ არის ხოლმე ამაზე ლაპარაკი ჩვენს გითხარით, მან იცის იცოდეს, ჩვენ გვაინტერესებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც მე მივალ, ის ასად არ იქნება და რატომ? იმიტომ რომ მე რო გავხდები პრეზიდენტი, ის აღარ იქნება. ის აღარ იქნება სად? საქართველოს თუ საერთოდ? საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება. საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება. თუმცა მანამდე თქვენ უნდა გახდეთ საქართველოს პრეზიდენტი და ამიტომაც მოვდივარ. ამიტომაც მოვდიხარ. მაგრამ ყველას აქვს ესეთი კითხვა, ყოველ შემთხვევაში მე თქვენი ოპონენტების მხრიდან ბევრჯერ მომისმენია და არა მარტო მათგან. თუ კი ადამიანი ვთქვათ იბრძვის, აქვს ესეთი შთამბეჭდავი საარჩევნო კამპანია, ნუ ვერაფერს ვერ ვეთქვით, საკმაოდ ემოციური და ისეთი აპლოდისმენტების თანხლებით და ასე შემდეგ. თუ კი თქვენ გაქვთ იმისი ამბიცია, რომ უნდა გახდეთ პრეზიდენტი და უეცრად უნდა გადადგეთ. აი რა არის ეს ყველაფერი, რას ნიშნავს? ანუ ხალხი რომელიც აძლევს ხმას ლევან გაჩეჩილაძეს, აძლევს ლევან გაჩეჩილაძეს ხმას და თუ კი თქვენ ამბობთ, რომ შემდეგ თქვენ აღარ იქნებით, სად იქნებით, ვინ იქნება თქვენი გუნდი? რას უპირებთ მაშინ ამ შედეგებს, რომელსაც მოგიტანთ ეს გამარჯვება? ხალხი, რომელიც აძლევს ხმას ლევან გაჩეჩილაძეს, ხმას აძლევს საქართველოს, ხმას აძლევს იმას, რომ საქართველო არის უპირველეს ყოვლისა. ეს ლევან გაჩეჩილაძესთვის არ არის საპრეზიდენტო მარათონი, ეს ყველა ჩვენთაგანისთვის არის ბრძოლის კიდევ ერთი ეტაპი, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს დავიხსნათ, არ ვიცი რა უწოდო. ჭინკები იყო ერთხელ ნახმარი ქალბატონმა სალომემ, კარგი დავრჩები. ხაჯებიც იყო, ნუ არ ვიცი, ამ ადამიანებისაგან მინდა ვთქვა, რომ არავისი პირდაპირად და უარყოფითად მოხსენება ნამდვილად არ მინდა, არავისი მტერი მე არა ვარ, მე ვარ საქართველოს მოსიყვარული ადამიანი და საქართველოს ვისაც არ უყვარს, ის ხალხი არ მიყვარს. არ მიყვარს, არც არასდროს არ ვიტყვი, რომ ეს ხალხი არის საქართველოს მოსიყვარული, იმიტომ რომ ეს ამ ადამიანებმა რაც გააკეთეს და ლაპარაკია, სულ ესე მიყვარს ხოლმე. გაწელე, გამოწელე 1.50 ადამიანზე, ხო? ნუ მე ვერანაირად ვერ წარმოვიდგენ, რომ ამ ხალხს უყვართ საქართველო. ჩამომithვალეთ 50-ს თუ გნებავთ, ნუ ჩამოთვლით, იმიტომ მთელი გადაცემა დაჭირდება, მაგრამ 1, 5, 6 შეგიძლიათ, რომ ჩამომithვალოთ. არ დავიღლი მაგათი ჩამოთვლით. არა, არ გაიღლით, რას ქვია, კითხვა არის, ყველა საინტერესებს, ვის გულის პირველი ვინაა, მარტო ის მითხარ, პირველი ვარ მე, ლევან გაჩეჩილაძე, ნომერი მაქვს პირველი, მეხუთე ნომერი არის მიშა სააკაშვილი. არ უყვარს საქართველო? არა, მე პირველი ვარ და მეხუთე ნომერს არ უყვარს. არა, ჩვენ საუბრობდით, ანუ იქნებ ჩამოთვალოთ, კარგი. მეხუთედან უნდა დაიწყო ეგ დათლა, მეხუთედან. მეხუთე
და ასე შემდეგ. რავი, მე-18, მე-20 და ასე შემდეგ. ბატონ ლევან, ტრადიციულად აი ამ რუბრიკისთვის ჩვენი გადაცემის პრაიმ ტაიმი ატარებს ხოლმე გამოკვლევას მაყურებელში და დაახლოებით ესეთი რაღაც სათაური დავარქვით 10 კითხვა პრეზიდენტობის კანდიდატისთვის. ეს არის ხოლმე რაღაც ერთგვარი შეჯამება აი მისი წინასაარჩევნო კამპანიისა. მოდით თამნაგორ თამაშვილი გვეთქვეს, რა შეკითხვები დაგროვდა ლევან გაჩეჩილაძის მიმართ და რა შეკითხვები შეგიძლიათ ახლა დაუდოთ ბატონ ლევანს. იმისთვის რომ გასცეს პასუხები. მოგესალმებით ბატონო ლევან ინგა. ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს ბატონ ლევან აქვს თავისი პოლიტიკური გზა, რომლითაც ის დღევანდელობამდე მოვიდა და საზოგადოებას ის ყოველთვის აინტერესებს, მით უმეტეს დღეს, როდესაც არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და ძალიან სერიოზული არჩევანია გასაკეთებელი. ვნახოთ რისი გაგება სურს საზოგადოებას თქვენგან, ლევან გაჩეჩილაძისგან. თქვენ აცხადებთ, რომ გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. რა მოხდება თუ არჩევნებში დამარცხდით? 6 იანვარი, რას გეუბნებათ ეს თარიღი? არსებობს თუ არა გარიგება თქვენსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის? შესაძლოა გაჩეჩილაძემ პატარკაციშვილის სასარგებლოდ მოხსნას კანდიდატურა ან პირიქით? 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ თქვენ რამდენიმე ქართულ ტელეარხს არაობიექტურობაში დასდეთ ბრალი და ბოიკოტი გამოუცხადეთ. რა გარანტია არსებობს, რომ თქვენი პრეზიდენტობის პირობებში სიტყვის თავისუფლება დაცული იქნება? რატომ აღმოჩნდით თქვენ და დავით გამყრელიძე ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვარდების რევოლუციის დროს? გამყრელიძე დღესაც იგივე პოზიციაზეა, თქვენ კი დღესაც მის ოპონენტად გვევლინებით და ძველ მეგობარს კონსტრუქციულ ოპოზიციას უწოდებთ. რატომ? ხშირად გახსენებენ, რომ თქვენ მიხეილ სააკაშვილის კამპანიას ედექით სათავეში და მისი შტაბის ხელმძღვანელი იყავით. ცოტა ხანში თქვენი გზები გაიყარა. რატომ? რატომ აღარ ჩანს თქვენს გვერდით გირგვლიანის და რობაქიძის ოჯახის წევრები? მოხდა თუ არა უთანხმოება თქვენსა და მათ შორის? თქვენ განაცხადეთ, რომ პირიქით შესაძლოა შეთანხმებასაც კი ჰქონდა ადგილი. რა შეთანხმებაზე საუბრობდით? დარწმუნებული ხართ თუ არა საკუთარი გუნდის ერთსულოვნებაში? ოპონენტები ხშირად გახსენებენ, რომ